სპარსელებთან დაპირისპირებაში ეგვიპტე არის გადამწყვეტ. თვითონ ეგვიპტე განიშნებს, რომ ეს არის იზოლირებული ცივილიზაცია. არაერთი მონები არ შეგვიძლია. წმინდა ხარი. დაკლა შეწვა და შეჭამა. ეგვიპტელ ქურუმებს აყურებია. ღაზაში დგას ალექსანდრე თავის ძლევამოსილი ჯარით. სპარსელებს კი არ ართმევს ტერიტორიებს და თვითონ იმორჩილა. არა, ის განმანთავისუფლებელს. იდეებით მოდის. ასე აქვს თავარი საკითხი, ლეგიტიმაციის საკითხი ჯიბდება მას. მამა შენი ცოცხალია, მამა შენი არ არის ფილმი. შენი მამა არის ამონი. ღმერთი შვილი. ეგვიპტურ პანთეონში ძალიან გავრცელებულია ინცესტი, ერთმანეთს კლავენ. ეგვიპტური სიმბოლიკები და ღმერთები მერე მოგვიანებით მასონებზე როცა გვექნება საუბარი, ჩვენ შევეხებით იქ. ეს არის ჭორი, მაკედონური ჭორი. შიშველ ოლიმპიადას ტანზე გველი ყავდა შემოხვეული. ინველები მოფრინდა აუარებელი. აიწყეს კენკვა ღვინოს. ქალაქის კენკვა დაიწყო. სასაული ქალაქი დაარსა. ფილიპეს ბიჭმა. ინაი რაღაცები მithoma ვერ მოგწა. ცალკე უნდა გნახო. ჭაური ჩაღვებოდა საფლავში. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს. მოგზაურობა წარსულში ბრუნდება. ისტორიკოსი გუბას სანიკიძეა ჩვენი მეგზური ამ უაღრესად საინტერესო მოგზაურობაში, რომელიც თან გვაცნობს, თან განგვაცდევინებს ძველი სამყაროს ისტორიას. ჩვენ საუბრობდით ბოლო ლექციების განმავლობაში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის იმ მონაკვეთებზე, რომელმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში გადაწყვიტა კიდეც ძველი ირანის, როგორც ძლევამოსილი უზარმაზარი იმპერიის ბედი, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი გარკვეული ნამდვილად არ არის. ერთ-ერთი ბოლო მონაკვეთი ამ დაპირისპირების იყო ღაზას ალყა. და ვიცით, რომ ალექსანდრე მაკედონელის განზრახვაში უკვე არის ეგვიპტის მიმართულებით სვლა. სწორედ ამაზე ვისაუბრებ და არა მარტო ამაზე, დღევანდელ მონაკვეთში, მანამდე ყველას მინდა გთხოვოთ, შეგახსენოთ, ამავე დროს მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის და მინდა გთხოვოთ, თუ კი ვინმე ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი გადაცემების ციკლი, თავად YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება მომავალში და თქვენს გამოგადგებათ, რადგან ჩვენს მიერ მომზადებული გადაცემები უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის. მაშასე ვაგრძელებთ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებზე თხრობას. გუბას გისმენთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ შობა ახალ წელს, მაგრამ შარშამდელ საკეთ აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. რაღა დაგიმალოთ და ძალიან მომენატრეთ. იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგენატრეთ მე და გიორგი. მე მგონი იმედის გამოთქმა ზედმეტია, ეს გამოიხატა კიდეც შემოხმიანებებში, შეტყობინებებში. ძალიან დიდი იყო მოწადინება განგვიახლებინა, რაც შეიძლება ძალიან სასიამოვნო ეს ჩემთვის და ჩემთვისაც და გიორგისთვისაც ეს ერთ რამეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს მაღალი და ხარისხიც მაღალი უნდა იყოს ჩვენი მოგზაურობისა, ჩვენ ხარისხზე ვმუშაობთ პირველ რიგში. ხო, დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს მოგზაურობას, ვიახალწლეთ უკვე და დაუბრუნდეთ αλექსანდრე მაკედონელის ბანაკში. რომელიც ახლა ხმელთაშუა სანაპიროსთან ახლა ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ მინდა გითხრათ, რომ როცა ამ გადაცემებს ვაკეთებთ, ძალიან გვიჭირს მაღალკვალიფიციური რუკების შერჩევა. ქართულენოვანში კატასტროფა, რუსულენოვანში შედარებით ნაკლებ კატასტროფა, ინგლისურენოვანშიც არის რაღაცები, თუმცა იქაც კატასტროფა. არ ვიცი, ახლა როგორ ჩანს ეს რაღაც მოდა არის, რომ სიზუსტე არ უნდა იყოს და საკმაოდ პირობითი და საკმაოდ პრიმიტიულ რუკებს ვაწყდები ხოლმე და მინვითარდება ის სურვილი და ის აუცილებლობა, რომ მე რაღაცნაირად, როცა რაღაცები გაირკვევა და ჩვენი ბიზნესმენები ასე შეშინებულები არ იქნებიან და ცოტა გული მოეცემათ, მე დღესაც საუბრობდით მე და ბატონ გიორგი, რომ იქნებ მე ძველი მსოფლიოს ანტიკური სამყაროს ატლასი, ანუ რუკათა კრებული გავაკეთოთ ქართულად.
მე რომ გითხოთ პირველად საქართველოს ისტორიაში და ამის პრეტენზია გვაქვს და ამბიციაც რომ გავაკეთებთ თუ ყველაფერი კარგად იქნა და ისევ თუ გალონგულდებიან ქართველი ბიზნესმენები ხო ნახოთ როგორ იქნება ჩვენზე არ არის დამოკიდებული ხო დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ ღაზაში დგას ალექსანდრე თავის ძლევამოსილი ჯარით იშუშებს ჭრილობას, რომელიც საკმაოდ ძიმე ჭრილობა მიიღო ღაზის ალყის დროს, ძლივს გადარჩა, სისხლიდან იცლებოდა ალექსანდრე და ისევ ფილიპე აკარნანიელმა გადაარჩინა მერამდენე ჭრნისმა პირადმა და ბავშვობის ექიმმა. მაგრამ სანამდე ეგვიპტეში დავიძრებით, ახლა და ეგვიპტეში შევარჩენ ერთი ამბავი მოხდა, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. გახსოვთ თქვენ რომ ისოსის ბრძოლის შემდეგ ალექსანდრეს ტყვედ ჩაუვარდა დარიოსის ოჯახი. ცოლი, დედა, უფლისწული და ქალიშვილები. მთელი სახლეული ჩაუვარდა ტყვედ. ალბათ ისიც გახსოვთ რომ დარიოსის ცოლი, დედოფალი სტატირა იყო ფეხბურთად. როცა ისოსის ბრძოლის შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა ალექსანდრეს. მერე გვახსოვს ტიროსის ალყა, რომელიც 7 თვე გაგრძელდა და გაუჭირდა იქ ალექსანდრეს. თავარი პრობლემა მისთვის იყო დროის დაკარგვა, 7 თვე დაკარგა ტიროსთან მაშინ. და მაშინ მოხდა ასეთი ამბავი. დარიოსი ბაბილონშია, გაქცეული და კრიბავს ჯარებს. უკვე მესამეჯერ. მისი მთელი ოჯახი ფაქტობრივად არის. მთელი ოჯახი და წერილიც არსებობს, ხო, ორჯერ მან ესე იგი თხოვა ალექსანდრეს ოჯახის დაბრუნება, მაგრამ ალექსანდრესგან ცივი უარი მიიღო. და დარიოს ჯარს კრიფავს ბაბილონშია თვითონ და ბაბილონის ველზე კრიფავს ჯარს და უკვე იწყებს სრულ მობილიზაციას ეგრეთ წოდებული ზემო პროვინციებიდან, ანუ ირანული პროვინციებიდან, რაც საყრდენია სპარსეთის იმპერიის იმთავითვე. და ძალიან სერიოზულად უდგება უკვე საკითხს, რომ დარიოს ესმის, რომ ეს მესამე ბრძოლა იქნება გადამწყვეტი. ისე როგორც ალექსანდრესაც ესმის, რომ მესამე ბრძოლა გადაწყვეტს ომის ბედს. ამ დროს დარიოსთან მოდის საჭურისი მისი მსახური ტირეოსი. რომელიც როცა დარიოს ოჯახი ტყვედ ჩავარდა, ერთ-ერთი მხლებელია დედოფლების და უფლისწულის. იქ სახლეული დაიჭირეს, მსახურები დაიჭირეს და ეს ტირეოსი ერთ-ერთი საჭურისი. და ბაბილონში ჩამოდის დარიოს და გამოიქცა ის ატყვეობიდან ტირეოსი. როგორ გამოიქცა ხა ამის ინფორმაცია ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ ფაქტია რომ გამოიქცა და ჩამოვიდა მეფესთან და ჩამოიტანა შემაძრწუნებელი ამბავი. დარიოს ჩამოუტანა ამბავი, რომ დედოფალი სტატირა მოკვდა. დარიოსის მეუღლე ფეხმძიმე სტატირა, ულამაზეს ქალი მოკვდა და ჩამოუტანა მეფეს ამბავი, რომ მშობიარობას გადაყვა დედოფალი. დარიოსის სიყვარული სტატირას მიმართ ახლა ეს ლეგენდარული ამბავია რა. გლოვაში ჩავარდა დარიოსი. ახ გასაგები მიზეზების გამო, რომ სპარსეთის დედოფალი ტყვეობაში მოკვდა და თან ფეხმძიმე მშობიარობას გადაყვა. ჯერ კიდევ ტიროსის ალყის დროს ალექსანდრეს ბრძოლები აქვს ტიროსის წინააღმდეგ და დარიოსმა გოდების დროს თქვა ჯავრობს დარიოსი რომ ჯერ ცოლი მოუკვდა და მერე ჯავრობს რომ სირცხვილში მოუკვდა. მას გონია რომ და ალექსანდრე ან იძალა და ან ხარჭად დაისვა დედოფალი. ამე და ტირეოს კითხა რომ მითხარი როგორ მოკვდა დედოფალი. სირცხვილში მოკვდა ალბათ. ტირეოსმა უთხრა არა მეფეო. არც შენ ღირსებას ეკადრებაო, რასაც რაზე და შენ ეჭვი გაქვს. არც დედოფლის ღირსებას ეკადრებაო, ეს ეჭვიო და არც ალექსანდრეს ღირსებას ეკადრება ეს ეჭვია. დედოფალი მოკვდა პატივისცემაში, ხელშეუხებელი
და დაკრძალვით უდიდესი გლოვით დაკრძალა ალექსანდრე. დარიოსმა ისემ გაუმეორა სიკვდილით დაემუქრა, რომ მითხარი დედოფალი დარჩა თუ არა ხელშეუხებელი. ტირეუს მუხლებზე დაეცა და უთხრა ალექსანდრემ დიდი პატივით ჯერ აცხოვრა დედოფალი, დიდ პატივში ყავდა, როცა ცოცხალი იყო. მერე როცა დაიღუპა დედოფალი, იგლოვა ალექსანდრემ და დიდი პატივით დაკრძალა სპარსეთის დედოფალი სტატირა. და არსებობს ასეთი ცნობა, რომ დარიოსმა ფიცი დადო. ის შესთხოვს ღმერთებს, რომ ღმერთებო მომეცით იმის უნარი, რომ მე ბრძოლაში დავამარცხო ალექსანდრე და მე პატივით გადაუხადო მას ეს ღირსება. და თუ მე დავმარცხდები ალექსანდრესთან და სპარსეთის ტახტი დაკარგული იქნება ჩემთვის, მაშინ შეგთხოვთ ღმერთებს, რომ კიროსის გვირგვინი არავინ სხვამ გარდა ალექსანდრესთან დაიდგას თავს. ამდენად სანდოა ახლა ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტიურად დარიოსმა თავის მემკვიდრედ დამარცხების პირობებში გამოაცხადა ალექსანდრე. რომ თუ მე დავკარგავ ტახტს, მაშინ ალექსანდრემ უნდა იმეფოს. დარიოსისთვის ეს იყო უდიდესი დარტყმა, მაგრამ მერე ახლა ბერძნული წყაროებიც და საერთოდ რა წყაროებიც აგვაქვს ჩვენ, ბერძნული გვაქვს ჯერ და მერე რომაულიც, ამას იმეორებს ამ სიუჟეტს, რომ დარიოსის ფიცი. თუ გავიმარჯვებ და ალექსანდრეს დავამარცხებ, მე მას პატივით გადავუხდი. და თუ დავმარცხდები, მაშინ კიროსის გვირგვინი ალექსანდრეს ეკუთვნის. ეს ამბავი ისე თქვით, იმიტომ რომ ამის გამოტოვება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ აქ ჩანს ახალი ზნეობა ალექსანდრეს, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? ახალი ეთიკა. ახალი ეთიკა, ქცევა. დედოფალი, რომელიც გადაყვა მშობიარობას, ნაყოფი, შვილის დაიღუპა, არ გადარჩენილობა. დაიღუპა. არის მეორე ცნობა, რომ თითქოს და მუცელი მოეშალა, მაგრამ ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მემკვიდრე არ გაუჩა. არა, ვერ გააჩინა. რაღაცამ შეიძლება თქვას, რომ სად იყო. სად ყავდა, ბანაკში არ ყავდა, ასე არ დაათრევდა ის ჯართან ერთად. რომელიღაც ფინიკიურ ქალაქში ყავდა პატივით. სიდონში ყავდა, არადში ყავდა, ბიბლოში ყავდა. საპატიო ტყვეობაში. ხო, საპატიო ტყვეობაში ყავდა, მაგრამ ამ ტირეუსმა გაქცევა მოახერხა და ჩაიტანა მეფესთან ეს ამბავი. ხო, დარიოსი გლოვობს, მაგრამ ემზადება ომისთვის და ფიცის აღსასრულებლად. თუ გაიმარჯვებს, ალექსანდრეს პატივი უნდა მიაქოს. იმისათვის, როგორ მოიქცა ალექსანდრე მისი ტყვეთქმნილი ოჯახის მიმართ და თუ დამარცხდება და მაშინ ალექსანდრეს ეკუთვნის ტახტი. კიროსის გვირგვინი ეკუთვნის ალექსანდრეს. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ ისევ ღაზაში, ალექსანდრეს ბანაკში დაუბრუნდეთ, აი აქ არის ღაზა და უნდა შევიდეთ ეგვიპტეში. ეს არის ძველი ეგვიპტე. ახლა ცოტა ხანი მოგვიწევს გარკვეული ექსკურსია მოვაწყოთ ძველ ეგვიპტეში. მე ვფიქრობ, რომ როცა ჩვენ დავამატებთ რაღაცებს ამ ჩვენ მოგზაურობას და ძველი ცივილიზაციების განხილვებზე გადავალთ, ვიმოგზაურებთ ეგვიპტეზე, გიორგი, ალბათ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რამოდენიმე მოგზაურობა, იმიტომ რომ ეგვიპტე არის საფუძველი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი. საერთოდ ძვირფასო მეგობრებო, ცივილიზაციის ისტორია, ხა ცივილიზაცია რა არის? ეს არის უკვე მოწესრიგებული სოციალური ჯგუფების გაჩენა, ხო? ხა ცივილიზაციის გაჩენა, ხა ბევრს ეშლება ცივილიზაცია და კულტურა. კულტურა არის ყველაფერი. მაგალითად, კანიბალიზმი კულტურა. იმ ხალხის კულტურა ითვლება, მაგრამ ცივილიზაცია უფრო მაღალი კატეგორია. ცივილიზაციას, თანამედროვე ცივილიზაციას რამოდენიმე კერა აქვს, გიორგი, სადაც აფეთქდა და სადაც ამოიმართა. ეს უმეტესწილად დინარეების სანაპიროებია და ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც გააკურეთ და გავიაროთ ახლა ესე. ესეთი არის პირველი, ეს არის ნილოსის ცივილიზაცია, ეგვიპტის ცივილიზაცია, ეს არის ნილოსის ცივილიზაცია. ეს არის ძვირფასო მეგობრებო მდინარე ნილოსი.
რაღაცა გველი კობრას ფორმა აქვს. სათავეს იღებს ეთიოპიაში. თუმცა ნილოსი ორია. თეთრი და ლურჯი ნილოსი, ცისფერი ნილოსი. რომელია სათავე მე-19 საუკუნეში აღმოჩნდა მის სათავე საბოლოო ჯამში. თვით ძველმა ეგვიპტელებმაც კი არ იცოდნენ სად იყო მის სათავე. ეგვიპტე არის ასეთი აფრიკის ტერიტორია, ეს აფრიკა არის, სინასთან უკვე აზია არის. მას ეკვრის ორი ზღვა, ერთი ჩრდილოეთი და ხმელთაშუა ზღვა და აქეთ არის წითელი ზღვა, მეწამული ზღვა. ეგვიპტე არის უდაბნო, მთლიანად, გავარვარებული უდაბნო, მაგრამ ეს ნილოსის ხეობა არის წარმოუდგენლად მდიდარი და მსუყე ტერიტორია. და ეს ნილოსი მთავრდება დელტით, ეს არის დელტა. ახლა რას ქვია დელტა? თანამედროვე სალაპარაკო ენებში აღნიშნული არის მდინარის შესართავს ნიშნავს, მაგრამ თვითონ დელტა დაარქვეს ბერძნებმა. ეს არის ბერძნული ანბანის მეოთხე ასო დელტა და გადაბრუნებული დელტას გავს, გადაბრუნებული დს გავს ეს. ეს არის ყველაზე მსუყე ტერიტორია, შეიძლება ითქვას დედამიწის ზურგზე. ასეთი იყო რამოდენიმე ასეთი ტერიტორია, სადაც მიწა ჰუმუსი ძალიან მდიდარი, ნაყოფიერი, წარმოუდგენლად ნაყოფიერი. ეს არის ნილოსის ხეობა და დელტა მისი. მეორე ასეთი ადგილი ეს არის შვამდინარეთი, ანუ მესოპოტამია. მეზოს ნიშნავს შვას და პოტამოს ხახსოვთ თქვენ ჰიპოპოტამოს მაგალითად, ანუ წყლის ცხენი. პოტამოს არის წყალი. ეგოსპოტამოსის ბრძოლა, თხის წყაროს ბრძოლა, სადაც ათენელები დამარცხდნენ საზღვაო ბრძოლაში. ანუ ეს ამ სახელწოდების ნათლია ამ შემთხვევაშიც ბერძნები არის. ჩვენ ყველაფერი რაც ვიცით. ამ ამბებს იგივე სპარსელები ავიღოთ. თანამედროვე სპარსელებმა კიროს დიდისა და დარიოსის შესახებ ბერძნებისგან იციან. თვითონ ბევრი არაფერი არ იციან. კი, ქონდათ სტელები არსებობს, თქვათ, დიდი აქემენდი მეფეების, ხო, მაგალითად, მაგრამ ისტორია, რასაც ქვია, ამბის მოყოლა, რა იყო, როგორ იყო, ვინ როგორ მოკვდა, ვინ როგორ ავიდა ტახტზე, ვინ როდის და ეს ბერძნებისგან იცის ყველა. რატო არ ვიცი ჩორეული აღმოსავლეთის ისტორია კარგად, იმიტომ იქ ბერძნებმა ვერ მიაღწიეს. ჩინელებს ქონდათ წელთაღრიცხვა თავისი, ცოტა უცნაურად აწარმოებდნენ ისინი. რაღაცებს უკავშირებდნენ, რაღაცები დაუზუსტებელი. სიზუსტე არის ბერძნების მოგონილი. და მე ეს საერთოდ უმაღლეს დონეზე სიზუსტეს აიყვანენ რომაელები. ახლა ბერძენი ისტორიკოსები და წყაროები რო ავიღოთ, რაღაცებს ამატებენ, ცოტა ზღაპრებსაც ურევენ, რაღაცებს აჩუქურთმევენ კიდევ. რომაელები უკვე ეს არის დაწორული ინფორმაცია. ის რომაული წყაროების ბერძნულის გაგრძელება. დაუბრუნდეთ მესოპოტამიას. ესე იგი, პირველი ცივილიზაციის აკვანი, ეს არის ნილოსის ხეობა და დელტა. მეორე, ანუ მდინარეების კულტურა, ეს არის მესოპოტამია, რომ შვამდინარეთი, რატო ქვია? არის ორი დიდი მდინარე, ეფრატი და ტიგროსი, რომელიც მოედინებიან და ჩადიან სპარსეთის ყურეში. სხვათა შორის დღეს ისინი ერთიანდებიან. და ამ ერთ მდინარეთ ჩაედინება დღეს. ამას ქვია შატელ-არაბი. მაგრამ ძველ სამყაროში ისინი ცალ-ცალკე ჩადიან. ანუ მიწამ ამოიწია იმის მერე ჩვენ თვალწინ კაცობრიობის მეხსიერებაში ეს ორი მდინარე, რომელიც ცალ-ცალკე ჩადიოდა სპარსეთის ყურეში. დღეს უკვე ერთდება და შატელ-არაბის სახით ჩადის სპარსეთის ყურეში და სხვათა შორის ამ შატელ-არაბის სანაპიროებისთვის დაიწყო ირან-ერაყის ომი. ვინ გააკონტროლებდა ამას? მაგრამ ამას დავანებოთ. ანუ მეორე ცივილიზაციის აკვანი არის მესოპოტამია. ანუ ნილოსი, ეფრატი, ტიგროსი. მესამე ცენტრი. განგის ხეობა, ინდოეთი. ასევე უმდიდრესი, ანუ ინდური ცივილიზაციის აკვანი. ხო, ინდური ცივილიზაცია მრავალბუნებოვანია, თავიდან დრავიდული ცივილიზაცია იყო, მერე ჩვენ
როცა სპარსელებზე ვლაპარაკობდით და ირანზე, მე არიელები შეესწიენ, ინდოევროპული მოდგმის ხალხი. არიელები მე არის არიული ინდოეთი. მაგრამ ინდი არის და განგი, ორი მდინარე, მაგრამ განგია უფრო. ინდისა და განგის ცივილიზაცია. და მესამე ასევე წყვილად არის ხუანხე და იანძი ჩინეთში. აი ეს ძველი 4 კერა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რასაც ქვია ცივილიზაციის აკვანი. ხამა თავის მემკვიდრეები ყავთ. იგივე ირანული სამყარო, იგივე ჩვენი კავკასიური სამყაროც, ანატოლიური სამყარო, მცირე აზიული სამყარო, აი ხეთები, ეს უკავშირდება მესოპოტამიას. მესოპოტამიას სათავე. ცეცხლი იქ დაინთო, ცივილიზაციური ცეცხლი. ახლა ინდისა და განგის ცივილიზაციას ინდოეთის დიდი ცივილიზაცია მოყვა და ხანგრძლივი, ხო 1000 წლეულებზე აქ ლაპარაკი, 5-6000 წელი. და ხუანხეს და იანძის მოყვა ჩინური ცივილიზაცია, პროტოჩინური და მეორე ჩინური ცივილიზაცია, თანამედროვე ჩინური ცივილიზაცია. მაგრამ ამათმა რა ჩამოგისახელთ, ყველა მემკვიდრე დატო, ერთადერთი ვინც მემკვიდრე ვერ დატო, ეს არის ეგვიპტე. პირდაპირ ეგვიპტის გამგრძელებელი ცივილიზაცია არ დარჩა. უცნაური ცივილიზაცია ეგვიპტური. გიორგი დაახლოებით 5-6000 წლის წინ უცებ ჩდება, უცებ მოულოდნელად ჩდება მაღალ განვითარებული ცივილიზაცია. რომელიც ქმნის წარმოუდგენელი მასშტაბების მატერიალურ ცივილიზაციას ახლა. დავანებოთ ყველაფერს თავი, შენს უკან არის პირამიდა. სხვათა შორის ჩვენ მე ცალკე გვექნება 7 საოცრეო. 7 საოცრებიდან 5 არის ბერძნების აშენებული. 2 არ არის ბერძნების აშენებული. ამ 7 საოცრებიდან ყველა ძველი არის პირამიდები. მაგრამ მარტო ესაა დარჩენილი. ჩამოთვალოთ, ხო, შეგვიძლია ვთქვათ, პირამიდები, დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ალექსანდრიის შუქურა, ზევსის ქანდაკება, ვილაპარაკეთ ჩვენ ფიდიას ვილაპარაკოთ, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, არტემიდეს ტაძარი ეფესოში და მავზოლეუმი. სხვათა შორის არტემიდეს ტაძარზე ახსენეთ ჩვენ გავყურეთ, როცა ჰეროსტრატემ დააწვა ალექსანდრის დაბადების დღეს. მავზოლეუმზეც ვისაუბრეთ. ახლა ჩვენ დაგვჭირდა ნელ-ნელა გამოვყვებით ამ საოცრებებს, ახლა ალექსანდრის შუქურაზეც, ანუ პაროსის იმაზე რა ქვია, ვისაუბრეთ ჩვენ. მაგრამ ამ 7 საოცრებიდან მარტო ესაა დარჩენილი, ყველაზე ძველი. ეგვიპტის ფიზიკურად, აი ჩემს უკან სფინქსია, რომლის დანიშნულება დღემდე არ ვიცით. ვინ არის, ვინ იგულისხმება. არის საუბრობენ ეს სფინქსის სხეული არის სხვა დროს გაკეთებული და თავი არის სხვა დროს გაკეთებული, იმიტომ თავი არაპროპორციულად პატარა სფინქსის სხეულთან და ბევრი თეორიებია. აი პირამიდებზე არავინ არ იცის როგორ აშენებდნენ საბოლოო ჯამში. ხეოფსის პირამიდაში დადებული არის 2.300.000 ქვა. გამოთლილი ქვა, ძვირფასო მეგობრებო. ყველაზე პატარა სწორნა არის 2 ტონა, ყველაზე დიდის არის 15 ტონა. ვიცით რომ ხეოფსი აშენებდა, ანუ ხუფუ, ეგვიპტურად ხუფუ ერქვა. ეს ფარაონი ამას აშენებდა 20 წელი და მე გამოიანგარიშეს, რომ დღეში 313 ქვას დებდნენ ამ სიმძიმეს. როგორაა აშენებული არანაცის. ბევრს გონია, რომ აი განსაკუთრებით საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო, რომ ამას მონები ასე. არავითარი მონები არ აშენებდნენ. ხელოსნები აშენებდნენ, ხელფას უხდიდნენ მათ. თქვენ რომ ნახოთ პირამიდების მაშენებელი მუშების რაციონი. მოარეთ ახლა თანამედროვე ძალიან ბევრ ხალხს და ბევრ მოქალაქეს ჩვენსაც გაუკვირდა. ხორცი, ლუდი, პური
დღესასწაულებს აწყობდნენ. ცნობილი არის, სადაც სახლობდნენ ისე. ბინები ჰქონდათ, სახლები ჰქონდათ, საკურთხევლები ჰქონდათ სახლებში. ასე რომ ეს ბნედიანი მარქსისტული მოსაზრება, რომ ძველ სამყაროში ყველაფერს მონები აშენენ, არა. ხელოსნები, პროფესიონალი ხელოსნები აშენებდნენ და ამაში ხელფასთა გასამრჯელოს იღებდნენ. სხვათაშორის გაფიცვებსაც აწყობდნენ. არის ცნობილი, რომ ახლა არ თქვა რომ პროკავშირებიც გამარჯობა შენ დამასარე. ხო, მაგრამ ამ ხელა რესურსები საიდან, რომ არ ვიცი, გიორგი, დღემდე არის უცნობი. რა არის ან დანიშნულებაც არ ვიცით. კი, აკლდამა არის, ხო, მაგრამ აკლდამა მერე სხვა დინასტიები ეგვიპტის უფრო მოგრძალებულ აკლდამებს აშენენ. რა არის ეს საბოლოო ჯამში არ ვიცით. რაღაცა კოსმოგონიას უკავშირებს, ვიღაცა კოსმოსს უკავშირებს. არიან განსაკუთრებით გამბედავი იდეალისტები, ამბობენ, რომ უცხოპლანეტელებმა აშენეს, რაც ისულელია. ხო, როგორი მეთოდით აშენებდნენ, არავინ არ იცის. აი როგორ ალაგებდნენ ამას. ჯერ როგორ მოქონდათ, როგორ ჩანს ნილოსზე მოქონდათ გემებით, მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი ენერგიის დახარჯვა. პირამიდა. თვითონ ეგვიპტელები უცნაური ხალხი არიან. ესენი არიან ქამიტური მოდგმის ხალხი. ბევრს ეშლება და განსაკუთრებით ამ ბოლოდროინდელ ჰოლივუდურ თემატიკებში ეგვიპტის ფარაონებს ხშირად ნახავ, რომ შავკანიანები. თუმცა ეგვიპტეს ყავდა შავკანიანების დინასტია, ნუბიური დინასტიები იყო. 32 დინასტია ყავდა ეგვიპტეს. თორცთები. მაგრამ ქამიტები არიან, ესენი არც სემიტები არიან, არც ინდოევროპელები არიან, არც მით უმეტეს იაფეტური მოდგმის ხალხებს ეკუთვნიან, ქამიტები ცალკე არიან. ნოეს შუათანაშვილის საპატივცემლოდ ქვია, სემი, ქამი, იაფეტი, ხო? ჩვენი იაფეტის უცნაური ხალხია ესენი. აი ამ ქამიტების შთამომავლები დღეს არიან? არიან, აი ეგვიპტელები, კოპტები. და სხვათა შორის სუდანელების ნაწილიც. ნუბია ერქვა ადრე სუდანს. არის ვერსია, რომ ეთიოპია მრავალეროვანი ქვეყანა არის და ეთიოპელების ერთ ნაწილს განსაკუთრებით არის ასეთ ხალხი ტიგრაი, რომელსაც აკავშირებენ ქამიტებს, მაგრამ ახლა მას თავი დავანებოთ. ჩვენ მე ამ წარმომავლობაზეც და ეთნიკურობაზეც და ენების კლასიფიკაციაზეც გვექნება აუცილებლად საუბარი, მაგრამ ქამიტები არიან ესენი ძალიან მშრომელი ხალხი. უყვართ შრომა, არ არიან აგრესიულები, მაგრამ ძალიან არ უყვართ უცხოელები. უცხოთა მოძულენი არიან. თვითონ ეგვიპტე განიშნებს, რომ ეს არის იზოლირებული ცივილიზაცია. ჩაგეტილი ცივილიზაცია. აი მდინარე ნილოს თვითონ ექსპანსია არასოდეს უსწია. კი, როგორ არაგაც ყავდათ ახლა დიდი ფარაონები, თუთმოს მესამე ყავდა, იაქმოს პირველი ყავდათ, აგრესიული ფარაონები, მაგრამ ეს თვითონ ეს არის კასტური საზოგადოება. ყველაზე მაღლა არის ფარაონი. ფარაონი რას ნიშნავს? სასახლე. უფლის სასახლე. თვითონ ფარაონის სიტყვა ნიშნავს სასახლე, უფლის სასახლე. ღმერთების სასახლე. მერე არის ქურუმების კასტა. პრინციპში კასტა არის ქურუმები. ეგვიპტეში არის პოლითეიზმი. წარმოუდგენელი რაოდენობის ღმერთები ყავთ. ეგვიპტეში არის ქალაქები და ყველა ქალაქს თავისი უპირატესი ღმერთი ყავს. მერე მოდიან სამხედროები კასტებში. სხვათაშორის ძალიან გავს ინდოელების სიტყვას. ბრაჰმანები, ქშატრიები, შუდრის, ვაიშიები და შუდრები. იქ კიდე ბევრი კასტებია, მაგრამ 4 მთავარი კასტის ის არის, მერე განკიდურები აქვს ინდოეთს. დაახლოებით ასე არის. ქურუმები, სამხედროები, ანუ არისტოკრატია, ხელოსნები, გლეხები. მონები კასტად არ ითვლებიან. მონები არის საქონელი, ნივთია. და მაინც ეგვიპტის მართველები არიან ტაძრების ქურუმები. ყველა ქალაქს თავისი ღმერთი ყავს, უპირატესი ღმერთი ყავს. საერთოდ ეგვიპტური მითოლოგია, რა ვიცი, ზღაპარია, თუმცა არ არის რეკომენდირებული ბავშვებს მოუყვეთ და წაუკითხოთ ძილის წინ, იმიტომ რომ საკმაოდ
სისხლიანი და გაუგებარი და ჩვენთვის და ხანდახან მიუღებელიც არის. ეგვიპტურ პანთეონში ძალიან გავრცელებულია ინცესტი, მკვლელობა, ღმერთები ერთმანეთს კლავენ, სახის ცვლილება. თუმცა ახლა ადამიანს ვისაც დაინტერესებს ძალიან საინტერესოა. თუმცა მე რომ ვკითხოთ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, საკმაოდ პრიმიტიული. ახლა ბერძნული პანთეონი ვიცით ხო, აი ის კი მართლა ზღაპრებია. თუმცა სისასტიკე არც იმას არ აკლია. ოლიმპოელ ღმერთებს, მაგრამ ეგვიპტური აი ეს ცივილიზაცია უცებ 5-6 წლის უცებ ჩდება რაღაცა. ანუ ჩვენ ვერ ხედავთ განვითარების სკალას. რითი იწყება არ ვიცით, უცებ ჩდება მაღალ განვითარებული ცივილიზაცია. ხო? და მე არ იცვლება გიორგი, აი მოყვება. ალექსანდრემდე აი ერთ ზომაზე მოდის, არც იმატებს, არც ქვით არ ჩამოდეს. რაღაცა ძალიან სტაბილური, ძალიან ჩაკეტილი და სხვათა შორის თანამედროვე ადამიანისთვის ცოტა შიშებსაც იწვევს. რაღაცა იდუმალებით. აქ არის სიკვდილის კულტი ეგვიპტურ ცივილიზაციაში და განსაკუთრებით პანთეონში. მათ ყავთ მკვდარი ღმერთები. გარდაცვლილი ღმერთები. ეგვიპტე ორია, თვითონ გეოგრაფიულ, კულტურულ, პოლიტიკურად ეგვიპტე საერთოდ ორი ქვეყანა იყო, ასე ეძახოდნენ. ორი ქვეყანა. ზემო ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე. აი, აქ არის ეს არის ზემო ეგვიპტე. და ეს არის ქვემო ეგვიპტე. ძვირფასო მეგობრებო, ესენი ძალიან განსხვავდებიან გიორგი ერთმანეთისგან. ერთი ფარაონის ქვეშ არ არიან? მერე გაერთიანდებიან, მაგრამ მანამდე მტრობენ ერთმანეთს. ქვემო ეგვიპტის მთავარი, ზემო ეგვიპტის მთავარი ქალაქი არის თებე, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ თებე საბერძნეთშიც იყო. ძველი სამყარო იცნობს ორ დიდებულ თებეს. ერთი ბერძნული, მეორე ეგვიპტური. ბერძნულს ეძახიან 7-კარიანი თებე. აი სადაც წააწყდები 7-კარიანი თებე. პოეზიაში, ლიტერატურაში, თუნდაც წყაროებში. ეს არის ბერძნული თებე. რომელიც ჩვენ კარგგვარიანად გავია. ეპამინონდეს სამშობლო, პინდაროსის სამშობლო. ხო? თებე არის იმით გამოირჩევა, რომ თებე არის ის ქალაქი, რომელმაც სპარტა გატეხა. მაგრამ არის ეგვიპტური თებე, რომელსაც ეძახიან 100-კარიანი თებე. 100-კარიანი. 100 შესასვლელი ქონდა. აი ეს არის 100-კარიანი თებე. ზემო ეგვიპტის მთავარი ქალაქი, პოლიტიკური, რელიგიური ცენტრი არის თებე. ეგვიპტური თებე, 100-კარიანი თებე. მაგრამ ქვემო ეგვიპტეს, ქვემო სოფელს, ქვემო ეგვიპტე, ქვემო ქვეყანას, ანუ დელტის მთავარი ქალაქი არის მემფისი. ამ ორ ქალაქს, რომლებიც დაპირისპირებულები არიან და სულ ომი ჰქონდათ და ბოლოს გაერთიანდება ეს. გაერთიანდება სისხლში და ბრძოლაში. ზემო ეგვიპტე გაიმარჯვებს. თებე გაიმარჯვებს და დაიმორჩილებს ქვემო ეგვიპტეს, მაგრამ დედაქალაქი ჯერ თებე იყო, ხან თებე იყო, ხან მემფისი. თუმცა სხვაგანაც გადაგქონდათ ხოლმე სხვადასხვა დინასტიებს, ხო? ორივეს თავიანთი ღმერთები ყავთ, ისე როგორც ყველა ქალაქს თავის ღმერთი ყავს. თებეს მთავარი ღვთაება არის ამონ-რა. ჯერ ამონი და მერე რა. ხდება ამონ-რას ორი კულტის შეჯვარება ხდება. ანუ თებე ამონ-რას ქალაქი, მთავარი ღმერთის. ამონი ნიშნავს ძველ ეგვიპტურად დაფარულს, იდუმალს. ამონი არის ღმერთების მამა. ყველა ღმერთი, აი როგორც ზევსი, ამიტომ არის რომ ბერძნებმა მე პარალელი გაავლეს ზევსი და ამონი, ხო? მემფის ყავს თავარი ღმერთი, ყავს პტაჰი. პტაჰი არის ამონი გამოისახება როგორ უმეტეს წილად გამოისახება ვერძის თავით. ადამიანის სხეული აქვს და აქვს ვერძის თავი. რქები აქვს. დავიმახსოვროთ ეს რქები. ვერძის რქები.
მაგრამ მემფის ყავს ღმერთი პტახი შეიძლება ორივე. ეს პტახი არის მკვდარი ღმერთი. მას გარეგნულად გამოხატა მის გამოსახულება უმეტესწილად არის სუდარაშია გახვეული, მკვდრისფერი აქვს, ხან მწვანეა, ხან ყვითელია. მაგრამ ისაა სამყაროს შემქმნელი. მემფისში ასე თვლია. მატერიალური სამყარო შექმნა პტახმა. ის არის ასევე ქვესკნელის ღმერთი. და საინტერესო ის არის, რომ პტახის კულტი ქვემო ეგვიპტეში ძალიან გავრცელებული. ქვემო სოფელში. ქართულად რო ვთქვა და საქართველოს ისტორიაში ქართლი ორად იყოფოდა, ხო, ზემო სოფელი, ქვემო სოფელი. ზემო სოფელი იყო შოთაშორის დარჩა ქვემო ქართლი, მაგრამ ზემო ქართლს აღარ ვახსენებთ ახლა ჩვენ, ხო? ეს ორი მთავარი ღვთაება, თუმცა ბევრი ღმერთები ყავთ და ძალიან და იმის მიხედვით ითვლება პრიორიტეტი, რომელი ღმერთი არის მაგარი, რომელი ქალაქი წინაურდება, რომელი ქალაქი მდიდრდება. უნაცვლეობენ სხვათაშორის ამდაგვარი ბერძნებსაც ჰქონდათ, სხვათაშორის ათენში უპირატესი ქალღმერთი ათენა იყო. არგოში იყო ჰერა. დელფოში იყო აპოლონი. ღმერთები ერთმანეთს ექიშპებიან და ეჯიბრებიან დავარქვათას. ეგვიპტეში მტრობდნენ ერთმანეთთან, ხან ერთი ამარცხებდა, ხან მეორე ამარცხებდა, ხო, მაგრამ აი ეს არის ორი კულტი არის მთავარი, თუმცა ბევრი ღმერთები ყავთ. ამ ღმერთებს თავის შვილები ყავთ, გამგზელებლები ყავთ, ხო? ორი ქალაქი, ორი დედაქალაქი აქვს. ძველ ეგვიპტეს ეს არის თებე და ეს არის მემფისი. ხანგრძლივი ისტორია, ეგვიპტური დინასტიები ერთმანეთს ცვლიდნენ, მერე ჩვენ გავიარეთ კამბისმა როცა დაიპყრო ეგვიპტე, დაიმორჩილა. სპარსელები არ უყვარდათ, იმიტომ რომ კამბისი გახსოვთ, როცა ეგვიპტელები აჯანყდნენ, მაშინ კამბისმა როცა სისხლში ჩაახშო ეგვიპტის აჯანყება, მოხდა ერთი რამ, მან სამხედრო კასტა ამოწყვიტა. და ფაქტიურად ეგვიპტელებს დამცავი სოციალური ფენა აღარ აყავთ. სპარსელებმა გაანადგურეს. ნაწილი გაასახლეს, ნაწილი ამოწყვიტეს კამბისის წინააღმდეგ აჯანყების დროს, კიროსის შვილის, მეორე მეფე რომელიც რომელმაც მე აპისიც კი მოკლა, ბარძახში დაჭრა ეგვიპტელების სახუთო ცხოველი აპისი და მე დაწყევლეს ეგვიპტელებმა და მე გახსოვთ თქვენ როცა ბარდიას აჯანყების წინააღმდეგ წავიდა კამბისი თვითონ დაიჭრა ბარძახში როცა ცხენზე ჯდებოდა და ასე მოკვდა ხო მეორე დამაქცევარი ეგვიპტის იყო ისა რა ქვია ოხოსი არტაქსერქსე მესამე რომელმაც სისხლში აბანავა და კამბისზე უფრო შორს წავიდა ისეთ შეურაცხყოფა მიაყენა ეგვიპტელებს რომ აპისის წმინდა ხარი დაკლა შეწვა და შეჭამა ინადიმა და ეგვიპტელ ქურუმებს აყურებია ამიტომ თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი სიძულვილია სპარსელების ეგვიპტეში და ზუსტად მოვედით ახლა ჩვენ მოვედით მოვადეთ და ალექსანდრია მომდგარი უკვე რა ახლა ჩვენ მოვედით ეგვიპტეში ამ მომენტისთვის ეგვიპტე ითვლება ირანის იმპერიის ნაწილი ეგვიპტე 200 წელია რაც დამოუკიდებლობა დაკარგა ბევრჯერ აჯანყდა სხვადასხვა ცალკე მინდა აღნიშნო ერთი თემა ეს არის ურთიერთობა ბერძნებთან რახან ეგვიპტელებს სიძულვილი ჰქონდათ სპარსელების მე ბერძენ სპარსელთა ომი რო დაიწყო ეგვიპტელებისთვის ბერძნები გახდნენ მათი ბუნებრივი მოკავშირეები და ბერძნები ახლა კარგი მეომრები იყვნენ და ძალიან ხშირად აჯანყებული ეგვიპტელები ბერძნებს მოიხმობდნენ ხოლმე დასახმარებლად და გარკვეული რაღაცა სამხედრო ძმობა ჰქონდათ ეგვიპტელებს და ბერძნებს თუმცა იყო შემთხვევები როცა ბერძნები ღალატობდნენ ეგვიპტელებს ან პირიქით ხო მაგრამ ეს ჰქონდათ ნამდვილად ნავკრატისი იყო ასეთი ქალაქი რაც ჩანს თუ არა აქ იყო ნავკრატისი ქალაქი
ბერძნული ქალაქი იყო. აქ მოდიო, როცა მოყავდათ მოქირავნეს დელტაში. დელტა არის უმდიდრესი. ნავკრატისში ცხოვრობენ ბერძნული ქალაქი. სადაც ბერძნებს ღებულობენ, მაგრამ იზოლირებულად ცხოვრობენ, უმეტესად ისინი არიან მეომრები და ვაჭრები. რატო ნავკრატისი? იმიტომ რომ გემები შემოდიოდნენ. დელტის მარცხენა მხარეთ ბერძნები. და სწორედ მივადექით ახლა ჩვენ იმას, რომ სპარსელებზე გამხეცებული ბერძნები, კარგი არაფერი არ ახსოვთ სპარსელებისგან. ახლა დიდსულოვანი მეფეები სპარსეთის დავარქვათ ასე კიროს და დარიოს. მათ ეგვიპტე დაპყრობილი არ ქონდათ. ეგვიპტე დაიპყრო კამბისმა. უпроსორ დარიოსმა მერე დაიბრუნა, რა თქმა უნდა, მაგრამ კიროს დაპყრობილი არ ქონდა ახლა. ორი ღირსეული მეფის არსებობა არ იყო იმის საფუძველი, რომ სპარსელები არ სძულებოდათ, იმიტომ რომ სპარსელები ჩაგრავდნენ ეგვიპტელებს და განსაკუთრებით შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ რელიგიას ახლა სპარსელებისთვის, რომლებისთვისაც რელიგია ახურამაზდას კულტი იყო და თქვა სიკვდილის, სიკეთის და ბოროტების გაყოფა და ის ახლა როცა ამათ უყურებდნენ, ახლა ბუნებრივია მათთვის ეს ძალიან პრიმიტიული რელიგიის მიმდევრები იყო. ამიტომ ტრობა ჰქონდათ ძალიან. ერთმანეთი არ უყვარდათ. და ბევრჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს ეგვიპტის ღმერთებს. სპარსელებმა მოვიდა მოვადექით ახლა ალექსანდრეს ქვემო ეგვიპტე არის და აი აქ არის ალექსანდრე ძვირფას მიგურება ღაზა მერე რაფაჰი და აი აგერ არის პელუზიუმი ქალაქი ანუ პელუსიონი აქ საერთოდ ინგლისურ ენოვანი ისტორიოგრაფია არჩევს ლათინურ ტერმინოლოგიას ჩვენ ახან უფრო ბერძნებთან ახლოს და ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა და ბერძნულთა პელუსიონი ერქვა. აი როგორც ახლა იმ რუკაში გორდიუმი ქვია, არა და გორდიონი იყო ბერძნული ვარიანტი. ტარსუსი, არა და ტარსუსი უნდა იყოს, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა ხო. აი ღაზიდან პელუსიუმამდე გზა არის, გამოდი ეს უდაბნოა, უმიწაწყლოა, უწყლო ტერიტორია და ალექსანდრე ჯერ უშვებს ფლოტს. და მოადგება პელუსიონს. პელუსიონში დგანან სპარსელები. გახსოვთ თქვენ? შაბაკა დაიღუპა ისოსის ბრძოლაში ეგვიპტის სატრაპი, როგორც ჩანს ეგვიპტელი იყო. მერე დარიოსმა ისოსის ბრძოლა რო წააგო, მაინც ეგვიპტეში ადმინისტრაცია ახან უთავოდ დარჩა, დანიშნა მაზაკე სპარსელი, მასაკე. აი ეს მაზაკე დგას აქ სპარსული გარნიზონით. ეს ის მაზაკეა, რომელმაც ეგვიპტელებთან ერთად ამოწყვიტა ამინტა მაკედონელის და ბერძენი მოქირავნები რო გამოიქცნენ იქიდან, აქ ძარცვა დაიწყეს იმგენმა მაშინ და ერთადერთხელ როცა სპარსელები და ეგვიპტელები გაერთიანდნენ, იყო ამ ბერძენი მოქირავნეები რო ამოწყვიტეს. მაგრამ აქ დგას მაზაკე და სამაგერო ორ კოლონად წამოვიდა ხო ზღვით, ანუ ფლოტი წამოვიდა ჯერ და დაიძრა ჯარით ალექსანდრე მოდის და 7 დღე დაჭირდა გზაში. მოადგა პელუსიონს. პელუსიონი არის დელტის უკიდურესი მარცხენა, აი ესაა დელტა, ციფოს მეგობრებო. მარცხენა თუ აი ნავკრატისი, ხო უკაცრავად მარჯვენა ეს მხარე. წერტილი. ხო, განკიდური. ნაკადი. ხო. აი ეს ნავკრატისი არის ბერძნული ქალაქი. ეს საისში იჯდნენ ესენი რა ქვია გახსოვთ ჰიქსოქსებზე რო ლაპარაკო აზიელი დამპყრობლები როცა ებრაელებზე და არაბებზე საუბრობდით ხო მაგრამ ამას დავანებოთ ახლა ძალიან რა გადავიტვი პელუსიონს მოადგა ალექსანდრე და ეს მაზაკე უომრად ჩაბარდა და აწინააღმდეგო უნდა გაეწია ახლა პელუსიონი დაეცა პელუსიონს ვინც მართავს ის არის ეგვიპტის გასაღები უჭირავს ხელში. სტატუსურადაც სატრაპია არის მთელი ეგვიპტის? სატრაპიაში შედი ეგვიპტე ცალკე სატრაპია. და ვინც მაზაკე სატრაპია. ეს ითვლება რომ არის სატრაპია. ხო, სპარსელების მეფის დარიოსში მემფისში არის არამედ არა, პელუსიუმში ახლა საერთოდ მემფისში იჯდნენ, მაგრამ ახან ალექსანდრე წამოვიდეს იქ ციხესიმაგრეშია გარნიზონთან არის ახლა სატრაპი თავის დროს დარიოსმა ორად გაყო სამოქალაქო და სამხედრო, მაგრამ მერე დაირია და ტაქსებს სერვის მერე გაერთიანდა ისევ რა.
ხო. სოთაშორის ბევრი მიქარეს დარიოსის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ რეფორმაზე რო უარი თქვეს და ძვირად დაუждათ ამიტომ სპარსელებს, მაგრამ ამას ნახავთ დავანებო. მოვიდა პელუსიონი აიღო. ალექსანდრე ეგვიპტის კარიღია. და წამოვიდა სამხრეთისკენ, ავარისი, ბუბასტისი, ჰელიოპოლისის წინააღმდეგობას არ უწევენ სხვა. რა წინააღმდეგობას გამოსულია მთელი ევროპა გზაზე და ზეიმობს. ეგვიპტე ზეიმობს, განმანთავისუფლებელი მოვიდა. მათი განმანთავისუფლებელი. თუ სპარსელებისგან დაიხსნა. დაიხსნა ბოროტის სპარსელებისგან, ჩვენი ღმერთების მტრებისგან. ეგვიპტელები ამ დროისთვის უკვე მიეჩვენენ უცხოთა მართლობას. სპარსელების იქ ბერძნები ჩნდებიან, ნუბიური დინასტიები, ლიბიური დინასტიები. ხალხი მასა მიჩვეული იყო. აი ვერ იტყვი რომ ეგვიპტელები ხალხი, აი გლეხობა, ხელოსნობა, ქვედა კასტები არ იყო თავისუფლების მოყვარული. მათთვის თავარი იყო რომ ღმერთებისთვის არავის შეურაცხყოფა არ მიეყენებიან და სამუშაო ქონოდათ. წარმოუდგენლად მუშა ხალხი იყვნენ, ნილოსი და საარაკო მოსავალს იძლეოდა, ნილოს პერიოდულად გაზაფხულობდი დიდდებოდა, ამ ეთიოპიის მთებიდან მოქონდა ისა ლამი და ეს ნიადაგი და ტბორავდა პერიოდულად, მერე როცა უკან იხედა იყო გაჯერებული ამ სასუქით. რამდენიმე მოსავალს იღებდა. რამდენიმე ამბობენ რომ 3 მოსავალს იღებდა. სასწაული. ხო, სასწაული. და არ დაგავიწყდეთ, ეს არის პურის ერთ-ერთი მთავარი ბეღელი. მაშინდელ ხმელთაშუა ზღვაში და შავ ზღვაში ითვლებოდა შავი ზღვის ბასეინი, სიცილია და ყველაზე დიდარი ეგვიპტე იყო. პურის ბეღელი. შავი ზღვის ჩრდილოეთ ძირითადად. ჩრდილოეთ და სამხრეთით სხვათა. ყირიმი, აი ის რა ქვია, პონტოსი მაშინ, თუმცა იქ იმდენი არ იყო, ხო. აი ჰერაკლია და ესეთი ქალაქები და აი და მოდის ჰელიოპოლისგან გამოსულია დედაწულიანად ქალი, ბავშვი, ყველა გამოსულია და ზეიმობს. მოვიდა ალექსანდრე, რომელმაც ორჯერ დაამარცხა ბოროტის სპარსელები და შემოვიდა იმაში მემფისში. ზეიმობს მთელი მემფისი. განთავისუფლდა. ალექსანდრეს კონცეფციაც ამაში მდგომარეობს რა, რომ ის სპარსელებს კი არ ართმევს ტერიტორიებს და თვითონ იმორჩილა, არა, ის განმანთავისუფლებლის იდეებით მოდის და იდეალებით მოდის და მართლაც ასე შვებოდა, რომელიმე ხალხს ან სატრაპიას რო გაანთავისუფლებდა, რაც სპარსელებს ჰქონდათ იქ აკრძალული ძველი მათი ნაციონალური იმის აღდგენა ხდებოდა. გახსოვთ ლიდიელებს რომ აღუდგინა თავის ძველი სამართალი და აქაც მოდის და ამას აკეთებს და ნახეთ რა შვება. პტაჰის ტაძარში შედის და წირავს მსხვერპლს მემფისის მთავარი ღმერთის ტაძარში, მკვდარი მეფის. პტაჰი სხვათა შორის ნიშნავს არქიტექტორს, შემქმნელს, ოსტატს. აი ამონი ხო გითხარით დაფარულს, იდუმალს ნიშნავს. პტაჰი არის შემქმნელი, ოსტატი, ამ სამყაროს შემქმნელი. ეს ეგვიპტური სიმბოლიკები და ღმერთები მერე მოგვიანებით მასონებზე როცა გვექნება საუბარი, ჩვენ შევეხებით იქ ფიგურირებს ეგვიპტური პანთეონი. სიმბოლიკებში, მასონების, ხო? და შეწირა მსხვერპლი. პტაჰის ტაძარში და რაც თავარია შეხვდა ქურუმებს, ეგვიპტელ ქურუმებს შეხვდა, იმიტომ რომ ქურუმები წვეთდნენ ყველაფერს. კი, ფარაონი იყო განუსაზღვრელი უფლებების მქონე, ავტოკრატორი, ერთპიროვნული მმართველი, მაგრამ ფარაონი ვერ გახდებოდი თუ ქურუმების ლეგიტიმაცია არ ჰქონდა და ალექსანდრე შეხვდა ქურუმებს და დაუდასტურა ყველა პრივილეგია ქურუმებს. ყველა ტაძარს, რაც კი წართმეული ჰქონდათ სპარსელებს, სიმდიდრეები, მიწები, ყველაფერი დაუბრუნა. ყველა ღმერთ შეწირა მსხვერპლი. იქ ამბობენ, რომ დაწყებულიო პტაჰიდან და ამონ რადანო დამთავრებული საღვთო ხოჭოთი ყველაფერს მსხვერპლი შეწირა. თვითონ ეს ბერძნული
საინტერესო ხო ამდენად ტოლერანტული იყო გადასარევება ამიტომ არის განსაკუთრებული პერსონა შეუჯვარებელს აჯვარებს შეუთავსებელს ათავსებს მე რაშვება მემფისში ის მართავს ბერძნულ დღესასწაულებს და თეატრონს აარსებს რამდენი ხანი რჩება მემფისში უცებ აკე ყოველ დღე რაღაცას აკეთებს ძალიან ენერგიული და კრეატიულიც იყო ამავდროულად. აი ვიღაცა ვინ რომელიღაც ისტორიკოსი ხუმრობდა ალექსანდრე ან იწვაო და ეძინაო ან ცხენზე იჯდაო რა ჯდომით არ ჯდება მუდროობაში იყო მაგრამ გაუჩერებელია რა და ამ ბერძნულ თეატრონში ვისეპატიჟება ეგვიპტელ ქურუმებს დაასრო მან დაიწყო შეჩვევა დაიწყო ერთმანეთს ეგვიპტელებს ხო კომპლექსი აქვთ უცხოელებს უცხო მათთვის ბოროტია განსხვავებით ქართველებისგან უცხო ჩვენთან კარგად ითვლება საუცხო რო ამბო ეგვიპტელებში მილიქით იყო უცხო სახიფათოა ყველაზე ბოროტი ღმერთის სეტი არის უცხოელების ღმერთი ხო ესე თავი მოუყარა მემფისში და მან ფაქტიურად გააფორმა კავშირი ეგვიპტურ ტრადიციებთან და უმკაცრესად გააფრთხილა მაკედონელები და ბერძნები რომ პატივი ეცით ეგვიპტელების ღმერთებს თქვენ ღმერთებს მიხედავთ ჩვენ აქ ბერძნულ ტაძრებს ავაშენებთ მაგრამ ხელი არც კი გაიცინოთ როცა ეგვიპტური პანთეონის ღმერთებზე რამეს გაიგებთ იმიტომ რომ ბევრი რამ მართლა ღიმილის მონგრელია იმდენად პრიმიტიულია ბევრი რამ მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა ხო მან დაიწყო შეუჯვარებული შეჯვარება მან დაიწყო შეუთავსებელი შეთავსება და მისი ამოცანა არის ეგვიპტე უნდა გახდეს მისი საყრდენი და ბერძნული სამყაროს ნაწილი გახდა უკვე გიორგი რაზედაც ოცნებობდნენ დიდი ბერძნები მაგალითად კიმონი მაგალითად პერიკლე მაგალითად აგესილაე სპარტის მეფე რომ როგორმე ეგვიპტე ბერძნული სამყაროს ნაწილი უნდა გახდეს იმიტომ რომ სპარსელებთან დაპირისპირებაში ეგვიპტე არის გადამწყვეტი თავისი სიმდიდრეებით გეოპოლიტიკური მდგომარეობით თავისი ხორბლით და თავის კომუნიკაციებით დაუკვირდით ახლა ეგვიპტე აკონტროლებს სამ კონტინენტზე გასაკვანძია ხმელთაშუა ზღვა აქ ცუდად არ ჩანს ხმელთაშუა ზღვა ის უკავშირდება ევროპას და საბერძნეთს თვითონ აფრიკის ტერიტორიას და მის აღმოსავლეთ გაყოლებას კართაგენამდე და ჰერაკლეს სვეტებამდე ჩადიხარ მელკარტის სვეტებამდე და წითელი ზღვა შენ უკავშირდები ეთიოპიას, კუშის ქვეყანას, იემენს და საზღაპრო ინდოეთს. ცივილიზაციური კვანძია ეს, გზაგასაყარი, გზაშესაყარი ორივე. ალექსანდრეს აბსოლუტურად გააზრება ის ადგილზე გადაწყვეტილებებს არ იღებს. ეს დამუშავებული თემა აქვს მას ჯერ მამამისთან, როგორც ჩანს არისტოტელესთანაც და რომ წამოვიდა აზიაში ის დამპყრობლად არ მოდის. მას უნდა ახალი სამყარო უნდა შვა. სტრატეგია აქვს და სტრატეგიის ნაწილია ეს. მიდის ამ სტრატეგიით და მემფისში ის არის განმანთავისუფლებელი და მას მიეცა ლეგიტიმაცია პტახის, მთავარი ღმერთის ტაძარში, მას მიეცა უფლება აზორიოს და ესე იგი შეწიროს მსხვერპლი. მაგრამ საინტერესო რა არის ახლა ეს ხო არ ჩერდება. დავიდა ჩრდილოეთისკენ მიდის. დელტის მარჯვენა სანაპირო პელუსიონი დაიკავა, მაგრამ მიდის ახლა მარცხნივ მიდის ლიბიისკენ და კირენაიკისკენ. ასე არ გაჩერდება ეს. და აქ მიდის, აქ არის ციხესიმაგრე არის, ძველი ეგვიპტური ციხესიმაგრე არის, თუ არ ვცდები რაკოტისი ერქვა, ხო? რაკოტისი არის ძველი ლიბიურ ციხე, აი როგორც პელუსიონი, მაგრამ იმ მასშტაბის არ არის, ის კეტავდა აქ არ წერია.
აქვე არის მარიოტისის ტბა, ზოგი ამბობს რომ ყურაც არის. აი აგერ არის. აი მივედით იმ ადგილზე, რაზედაც უნდა ვისაუბროთ ახლა. ესა მარიოტისის ტბა. მლაშე ტბა. ზღვის წყალი. და აქ ეს არის ხმელთაშუა ზღვა და ამას შორის ამ ტბასა და ხმელთაშუა ზღვას შორის არის 7 კილომეტრის, 7 მილის, დაახლოებით 10 კილომეტრის სივრცეა. ბრტყელი ადგილი არის, მაგრამ სივრცეა და ახლა ალექსანდრეს თვალი ქონდა ისეთი რა, შეხედა. საუკეთესო ადგილია ქალაქის დასაარსებლად. ჩრდილოეთით ისა ევროპა, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და სამხრეთით ეს მარიოტისის ზღვა არის გადასარევი ნავსაყუდელი ფლოტისთვის. არხს თუ გაიყვანდა იმას, გემების დამალვა შეგიძლია, სავაჭრო თქვათ ფლოტის, სამხედრო ფლოტის, ქარები ნაკლებად ეხება ამას. რაც თავარი ამ ადგილს ზემოდან აკრავს კუნძული ფაროსი, რომელიც იდეალური ციხესიმაგრე არის დასაცავად. და შეხედა ხა ის სხვანაირად უყურებდა ყველაფერს და გადაწყვიტა რომ ქალაქი უნდა ავაშენო. მაგრამ ახლა ხო, საინტერესოა როცა მემფისიდან გავიდა, მან აიყოლია სამეფო აგემა, ანუ გვარდია, ჰიპასპისტების კორპუსი და აგრიანები მოისრები. ჯარი დატოვა მთავარჯარი, მაგრამ ესე ყველაზე სწრაფი შენაერთები წაიყვანა და წავიდა იქეთკენ რა. ამ ტერიტორიაზე არავინ არაფერი არ არის. დაუსახლებელი გარემო არაფერი არ არის, ზღვა არის, მარტო იქეთ, აქეთ არის ტბა და ერქვა იმას დიონოკრიტე, აღარ მახსოვს მისი არისტოკრატი იყო რა ქვია არქიტექტორი, ის ახლავს თან არქიტექტორი და იმას უთხრა რომ აქ ქალაქი უნდა გავაკეთოთ. გავაშენოთო და იმდენად ის იყო აი უნდოდა რომ დაენახა როგორ იყო და თავის ჯარს ახლა საჭმელი ხომ იქონდა თან. დაავალა და ამ არქიტექტორებთან ერთად დახაზა ქალაქი ფქვილით. აი ეს კვარტლები, უედნები, ტაძრების ადგილები, საწყობები, როგორი უნდა იყოს, ტაძრებისა უნდა დაიდგას, მაგალითად თქვა რომ აქ ბერძენი ღმერთების გარდა ისიდას, ქალღმერთი ისიდას, ეგვიპტური ღმერთის, ქალღმერთის ძეგლი უნდა დავდგათ და იქ იდგა ისიდას ტაძარი პაროს. ყველაფერი დახატა. და დაახატა ეს რა ქვია ფქვილით ეს ქუჩები, მოედნები, ტაძრები, ბაზრები. მაკეტი შექმნა. ქალაქის მაკეტი შექმნა ფქვილით. პერანგი, ქალაქის პერანგი გააკეთა. და ახლა ეს რო გააკეთა, ფრინველები მოფრინდა აუარებელი. აიწყეს კენკვა ფქვილის. ქალაქის კენკვა დაიწყეს. რა თქმა უნდა, ახლა მისნებს კითხა რაშია საქმე, როგორი ნიშანია, მათ მოუთხეს გადასარევი ნიშანი. მთელი მსოფლიოს ხალხები დასახლდებიან აქ, ამას ნიშნავს. მოიზიდავს. მოიზიდა მართლაცას. და დაარსა. ალექსანდრე კარგი ურბანისტის ყოფილა. და ქალაქი რა არისო მითხარი? აი სპეციალობა მითხარი. ალექსანდრე მაკედონელი რომ არ იყო. არისტოტელეს გაზრდილი, ხო? და ეს ქალაქის და სასწრაფოდ გასაბზანა რომ დაიწყეთ მშენებლობა. უნდა დაიწყოს მშენებლობა. აი სისწრაფე, ელვისებურობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღება და მერე სწრაფად განხორციელება, ეს არის მისთვისება. და მე რომ მკითხოთ სოფლიოში ვერავინ ვერ აჯობებს მას. ნაპოლეონს ჰქონდა ასეთ ხასიათები და სხვათა შორის კეისარსაც ჰქონდა, მაგრამ სისწრაფით ალექსანდრეს ჯერ გადაწყვეტილებას და მერე განხორციელებას ვერავინ ვერ ეტრება. და ბრძანება გასცა რომ ქალაქი უნდა აშენდეს და ძვირფას მეგობრებო ახლა ალექსანდრიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის ცივილიზაციური მარგალიტი, ბრილიანტი.
ეს არის განსაკუთრებული, თან საინტერესო რა არის, პოლისის სისტემა არ მიცა, ბერძნული სისტემა არ მიცა, თვითმმართველობა არ მიცა. რატომ? იმიტომ რომ აქ მარტო ბერძნები არ იცხოვრებენ. აქ იცხოვრებენ ეგვიპტელებიც, ებრაელებიც, დიდი უბნები იქნება მოგვიანებით მე იუდეური. ლიბიელებიც ეს უბწყინვალესი ქალაქი რითი განსხვავდება სხვებისგან, იცი გიორგი? 331 წლის ზამთარია, როცა დაარსდა. აი ახ ჩვენ რასაც ყვებით, ძველი წელთაღრიცხვით 331 წელია ზამთარში. მის შემდეგ დღემდე ეს ქალაქი არის უბწყინვალეს ისტორიას გაივლის და საინტერესო რა, დაცემა არ ექნება არასდროს. დაკნინება არ ექნება არასდროს. ეს ქალაქი გაივლის ბერძნულ ეპოქას, ანუ ელინისტურს, გაივლის რომაულს, გაივლის ბიზანტიურს, გაივლის არაბულს, გაივლის აიუბიდების ეპოქას, გაივლის მამლუქების ეპოქას, გაივლის ოსმალების ეპოქას, გაივლის ბრიტანელების ეპოქას. ახლა არის ცალკე ეგვიპტის ისტორიას. ნახე რამდენ ეპოქებს გაივლის და ყველგან იქნება მოელვარე. ყველგან იქნება ცენტრი. ეს იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, სააზროვნო, სამეცნიერო, სავაჭრო. ალექსანდრია აკავშირებს აზიას, ევროპას და აფრიკას. გარდა ამისა, ეს არის კულტურული და საგანმანათლებლო ძვირფასო მეგობრებო, ახლა 7 საოცრებას როცა უყვებით, ჩემთვის მაგალითად იმ ჩამოთვლილ საოცრებებში ძალიან ბევრს ჯობია ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. მე რომ მკითხო, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ალექსანდრიის მემკვიდრე ვინც გახდება დიდებული და ყველაზე ჭკვიანი პტოლემე ლაგიდი, მისი სარდალი, მე ისინი გამეფთებიან ლაგიდების დინასტია 300 წელი კლეოპატრამდე ისინი მართავენ. აი ისინი შექმნიან ამას ყველაფერს. მე ერთ-ერთი მთავარი ესა რა ქვია, საოცრება, შუქურა ალექსანდრიის ლაგიდების დროს. პტოლემე რასიზამს გიორგი, რაც კი ცნობებია მსოფლიოში. წერილობითი ზეპირი, სამეცნიერო, ლეგენდარული, სალიტერატურო ყველა ასტრონომიულ ყველაფერს შეკრიბავს და თარგმნის ბერძნულად და დაალაგებს იმ ბიბლიოთეკაში. რომელიც მე დაიწვება ალექსანდრიის ომის დროს, როცა რომაელები შევლენ იქ. თუმცა ბევრი რამე გადარჩება. ანუ კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, დარგი მითხარით, რაშიც ალექსანდრე პირველი არის. მისი მოსახლეობა აღზევების დროს მიაღწევს ზოგი ამბობს 9 მილიონს, ზოგი ამბობს მილიონს. ახლა ძველი სამყაროსთვის, სადაც მრავალსართულიანი ბინები არ იყო და ეს არ იყო და ეს არ იყო, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ეს. სასწაული ქალაქი დაარსა. ფილიპეს ბიჭმა. მაგრამ არ ჩერდება. მას აქვს ერთი მთავარი მისია. გარდა იმისი, რომ მან ახალ ზნეობას ამკვიდრებს და შეუჯვარებელს აჯვარებს და აფრიკას, აზიას და ევროპას ლამის აქორწინებს და ერთ ოჯახში აქცევს. მას აქვს მთავარი საკითხი, ლეგიტიმაციის საკითხი ჭირდება მას. და ლეგიტიმაციის გამცემი მართლობისთვის. ეს არის ამონის ტაძარის სივაში. აი ეს არის ამონის ტაძარი. ახლა რა არის? სივა არის ოაზისი უდაბნოში. ლიბიის უდაბნოს ეძახიან. მაგრამ სინამდვილეში საჰარა. თანამედროვე საჰარა. ხო, როცა ეს ალექსანდრია დაარსა, ის 500 კილომეტრი გაუყვა სანაპიროს და შევიდა კირენაიკაში. სადაც ბერძნები ცხოვრობენ, იმგენმაც არ დააყოვნეს და ორჩილება გამოუცხადეს, გამოუგზავნეს 300 ჯიშიანი ცხენი და 5 ძვირფასი ეტლი და მეფეს მორჩილება გამოუცხადეს, მაგრამ მაშინვე მან სამხრეთისკენ გადმოუხვია და წამოვიდა სივას ოაზისში.
ხო ეს ოაზისი მდებარეობს უდაბნოში. მისასვლელი გზა არ აქვს ამას. უმძიმესად მისაღწევ. ეს არის რელიგიური ცენტრი. ეს ოაზისი. იზოლირებულია გარესამყაროს. სადაც დგას ამონ-რას ტაძარი არის, ანუ თებეს ღმერთის. პტაჰი ხო მემფისის ღმერთი არის და თებეს ღმერთი ამონ-რა. ამონი, დაფარული, იდუმალი. ამონ-რა. გზაში რო წავე გახსოვთ თქვენ როცა კამბის უნდოდა ლეგიტიმაცია მიეღო ამონ-რას ტაძარში და 50000 კაცი რო გააგზა უდაბნოში დაიმარხა დროია ვერ მიაგნო ვერავე. მაშინ კამბისმა ვერ მიიღო ლეგიტიმაცია ამონის ტაძრიდან. ამონის ქურუმები თუ არ დაგეთანხმებიან შენ ფარაონი ვერ გახდე. და ალექსანდრე ფარაონი უნდა გახდეს. ეგვიპტის ბრძანებელი უნდა გახდეს. ამონის ტაძარში არიან ქურუმები და მთავარი ქურუმი ეს დინასტია, ქურუმთა დინასტია, რომელიც 600 წელია გასცემს ვარქვათ ასე ცნობას, რომ ფარაონი ხარ. ეგვიპტის მეფეები და ან კანდიდატები აქ მოდიან, რომ ამონის ტაძრის მთავარი ქურუმისგან მიიღონ მათ ლეგიტიმაცია, მაგრამ რო წავიდა ხო უმძიმესი გზა არის გასავლელი. ნუ არ გადარჩევიან არა. ეს იზოლირებული სამყარო. არავის არ ეკარებიან, არც არავინ არ უყვართ რომ ჩადიან იქ. მარტო ჩადიან ფარაონების კანდიდატები, ფარაონობის კანდიდატები, რომ დადასტურება მიიღონ იქ. ალბათ კამბისის ლაშქრობის ისტორიაც იცის ეს. რა თქმა უნდა. 50000 კაცი რომ უდაბნოში დაიმარხა. რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ მას ჭირდება ამონის ტაძრის ცნობა ჭირდება. და პირადად მიდის და აიყოლე ახლა როცა კირენაიკელებიდან მან მიიღო ფიცი ერთგულების ფიცი სამხრეთისკენ წამოვიდა თან ახლავს აგემა სამეფო გვარდია ჰიპასპისტების კორპუსი და აგრიანები მოისრები ანუ მობილური ნაწილები მთავარი არმია მემფისში არის იმას პარმენიონი პატრონობს იქ ხო ამოვიდნენ გზაში მოდიან სიცხე საშინელება ხდება მაგრამ აი წარვები გვეუბნება რომ ღმერთები მისკენ არიან წვიმა მოვიდა უდაბნოში 10 წელი შეიძლება არ მოვიდეს წვიმა იქ ან მეტი აი ამის დროს მოვიდა მერე ქარი არ ამოვარდა ქარი უდაბნოში ეს არ სიკვდილი გარდა იმისა რომ დაგმარხავს მეორე გზის მანიშნებელ ბარხანებს კიცვლის, იმიტომ ის მოძრაობს. ორიენტირება გიჭირს. ნუ იარეს და ჩამოვიდნენ აი აქ. ეს არის ძვირფასო მეგობრებო ამონის ტაძრის ნანგრევები, თანამედროვე ფოტოა ეს სივას დიდი ახლა რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეა? ეგვიპტია. ეგვიპტის ოაზისი. ოაზისია ხო, დიდი ოაზისია, წყაროები არის. აქ არის სხვათაშორის მინერალური წყაროები და სამკურნალო წყაროები. აქ მოდის კრისტალიზებული მარილის საბადოებიც. ცეცხლი მოსახლეობა არის, მაგრამ მთლიანად ორიენტირებული არის მთელი ლოჯისტიკა არის ამონის ტაძრის და ამონის ტაძარი თავისი ავტორიტეტით დელფოს ტაძარს გერ ჩამოვარდება. მე რომ გითხოთ უფრო მეტია. თუ თავისი მისნები ყავთ, გარდა დელფოსი სხვაგანაც მარჩიელობდნენ და მისნობდნენ, მაგრამ ამონი უფრო ავტორიტეტულია. უფრო ძველი არის და უფრო გავლენიანი. ახლა დელფოს ტაძარში მაინც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების აქ მოდიან ეთიოპელები, კუშელები, ნუბიელები, ლიბიელები, იემენელები, არა გამორიცხული ინდოელებიც არის და ჩამოდიოდნენ. თან საინტერესო რა არის მის წინაპრებიც კი ნამყოფი არიან ალექსანდრე მიწის აქ ჰერაკლია ნამყოფი და პერსევსი. ამიტომ თავის წინაპრების გზას არაფერს ბრმათ არ აკეთებს რა. აი დარწმუნებული ვარ ლაშქრობას რო იწყებდა პელა და რო გამოდიოდა მას გეგმაში კონდა რო აქ ჩამოსულიყო. მამამის უნდოდა მცირე აზიის წართმევა სპარსელებს და ფილიპე მცირე აზიის იქეთ არ იყურებოდა.
აქედან ავანს ადასტურებს ის რომ პარმენიენს ეუნებარ ჩემოსო დაანებე ამას ზემო სატრაპიებს და ეს რასაც გვაძლევს დარიოსი ის არა ეს სამყაროს დასალიერამდე აპირებს გასვლას ჩამოვიდა გამოეგებდნენ ეს ქურუმები გიორგი ქურუმთა დასი არის ასეთი ცნობა სხვათა შორის ამის რეკონსტრუქცია დიალოგის გააკეთა დროიზენმა დიდმა გერმანელმა ისტორიკოსმა ჩემმა მასწავლებელმა გაუბედავდა ჩემი მასწავლებელი ვისგანაც ვისწავლე ეს არის დროიზენი და ეს არის მომზენი რომის ისტორიაში ხო სხვაებიც არიან მაგრამ ჩემთვის თავარი ამის შეუვალი ავტორიტეტები ამის რეკონსტრუქცია ამ დიალოგის გააკეთა დროიზენმა იმიტომ სხვადასხვა ცნობები გვაქვს ამ შეხვედრის შესახებ ალექსანდრეს და ქურუმების ამონდრას ქურუმების შევი რომ მივიდა ტაძართან გამოიგებენ თავარი ქურუმი გამოვიდა მშვიდობა შვილო ჩემო ასე უთხრა ალექსანდრეს აქ არის იყოფა ასეთი ამბები მე ჭორებათაც ვცელდებოდა მან შვილო ჩემო უთხრა თუ უფლის ძეო იმიტომ პაიდიონ ბერძნულად მიმართა ალექსანდრეს ამბობენ რომ მან მიმართა პაიდიოს არის უფლის ძეო ღმერთის შვილო მშვიდობა შენთან ღმერთის შვილო მაგრამ ვიღაცები ამბობენ რომ თითქოს და შეესხელა ბერძნული და უთხრა პაიდიონ ანუ შვილო ჩემო გამოვიდა პაიდიოს და პაიდიონ ან პირიქით ხო უნდა და შვილო ჩემო ეთქვა და უთხრა უფლის შვილო ხო ნუ ახლა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ხო ეს ცოტა ანეკდოტსაც აგავს რომ უნდა და ეთქვა შვილო ჩემო და გამოვიდა უფლის ძეო მაგრამ კითხა ალექსანდრეს რომ რა გსურს რისთვის მოხვედი ალექსანდრემ რა უთხრა მამა ჩემის მკვლელებს ვეძებ ფილიპე ხომ მოკლეს კი მაგრამ ამონდრაში ალექსანდრეს აქვს ეჭვი ვინმე ხო არ დარჩა დაუსჯელი ეს ქურუმი ზოგი ამბობს რომ ტაძარში ცალკე შეიყვანა ზოგი ამბობს რომ ჯერ მაკედონელები შეყვნენ ამალა მაგრამ მერე ცალკე დარჩნენ ალექსანდრე და ის ქურუმი და რაღაცები ილაპარაკეს რომლის შინაარჩენ არ ვიცით გავაგრძელებო მამა ჩემის მკვლელებს ვეძებ ქურუმი პასუხობს ფილიპეს გულისხმობ ალექსანდრე პასუხობს დიახ ფილიპეს თუ ფილიპეს გულისხმობ ქურუმი პასუხობს ფილიპეს მკვლელები ყველა დასჯილია უკვე მაგრამ თუ მამაშენს გულისხმობ მამაშენი ცოცხალია მუდამი ცოცხლებს და მისი მკვლელობა არ შეუძლია არავის ანუ ღმერთის შვილი ალექსანდრემ კითხავ ეს როგორ რას მეუბნა გეუბნები იმას რომ მამაშენი არ არის ფილიპე შენი მამა არის ამონი თავარი ქურუმი ეუბნება ამას მე რომ კითხოთ ეს არის იდეოლოგიური, რელიგიური, საკრალური, პროპაგანდისტული გადატრიალება რევოლუცია. ახლა მე მიყვები ძველი მაკედონური ჭორები. ეს ამასთან ბმაში არის. ჩვენ ერთხელ თქვით რომ არის მაკედონიაში ჭორაობდნენ ასე. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ასეთი მინდობი და ასეთ სრულწმენა როგორ ქონდათ მაშინ და დღეს შეხედე ხალხს რა რისი ჯერათ. დღეს შეხედათ ჩვენს თანამედროვეებს და ჩვენს მეზობლებს და ნათესავებს რანაირები არიან. ხო? ძველი მაკედონური ჭორი იყო, რომელიც ამას ემთხვევა. მაგალითად მაკედონიაში დადიოდა ასეთი ჭორი, რომ ფილიპე ქორწინების ღამეს როცა შევიდა ოლიმპიადასთან სარეცელზე. მან ახარავდა შიშველ ოლიმპიადას ტანზე გველი ყავდა შემოხვეული. ის გველებთან ურთიერთობაში მისნობდა ისნობა.
მერე თითქოს და ფილიპემ ეს ამბავი ახლა ყველაფერს ამოწმებდნენ დელფოში. დელფოს ორაკული შეუთვალო გამაგებია რა უნდა და ამ გველს აქ კაცო ჩემი ცოლის სარეცელზე მე რო შევედი და შიშველი შემოყვეული ყავდა. თითქოს დელფოს ეს არის ჭორი მაკედონური ჭორი. რომელზეც სულ ლაბარაკობდნენ. თითქოს და დელფოს ორაკულმა ფილიპე შეუთვალა რომ ეს გველი კი არ არის, ეს არის ზევსი, ეს არის ჩვენი ზევსი და ეგვიპტელების ამონი. მერე თითქოს არის ასეთი ჭორი, რომ ალექსანდრე რომ მოდიოდა სალაშქრო, წამოსვლის წინ დედამისმა გაუმხილა, რომ ის არის ზევსის შვილი. ჭორია ეს. სხვათა შორის, როცა ამ თემაზე ლაპარაკობ, ალექსანდრეს ამ თემაზე საუბარი აკრძალული არ ქონდა. არ გავიგო თქვენი ხმა რებს ლაპარაკობთ, ეს არ უთქვამს არასდროს. ყოველთვის იცოდა წაყრუება ამ თემას. არ აქცევდა ყურადღება. თუმცა არც არავის არ უგზავნობდა. ან პირიქით ფიქრობდა, რომ ეს ლეგენდები, მითები მისი საღვთო წარმოშობის შესახებ კულტივირებული იყო. კარგი, გადასარე, მან მივდივარ როგორ ნიჭიერი კაცი ხარ, ყოველდღიურად ადასტურებ რა. შეხედებ? ამონის ტაძარში მან მიიღო საღვთო ლეგიტიმაცია. ეს ორი სიტყვა. ამხრივარი მნიშვნელობა. საღვთო ლეგიტიმაცია. გავყოთ ორად. საღვთო ეს არის აზიელებისთვის და ეგვიპტელებისთვის. ღმერთია. უკვე. ამონის ძე ღმერთია. ლეგიტიმაცია მეორე სიტყვა. ორივე სიტყვა ერთ შინაარსს ქმნის. საღვთო ლეგიტიმაცია გასაგებია, მაგრამ ცალ-ცალკეთაც გავხოთ. საღვთო ესე იგი ეს ღმერთია აზიელებისთვის და ეგვიპტელებისთვის. ლეგიტიმაცია ევროპელებისთვის. იმიტომ ბერძნებს ასე ახლა მის მეგობრებს და მის ახლობლებს და მის ჰეტერებს და იმას ახლა შენ ხვედი ადამიანად და გამოხვედი ღმერთთან ჰა არისტოტელე არიან გაზრდილა არისტოტელე რასაუბრობ ახლა იმათან ხო ნუ ახლა ბავშვები და ერთმანეთს სხვათა შორის ამ თემაზე ნახე ალექსანდრე რაშვება კი აჯვარებს აღმოსავლეთს და დასავლეთს მაგრამ რაღაცას მაინც ყოფს აზიელებისთვის მე ღმერთი ვარ და ასე უნდა ვიყო მაგრამ მე თქვენთვის ალექსანდრე როჩულებს სხვათა შორის მე ამ თემაზე თვითონაც ხუმრობდა ოღონდ მარტო მაკედონელებთან აზიელი იქ თუ იყო ამაზე არ ხუმრობ ერთ-ერთ ბრძოლაში რომ დაიჭერს უიჭრებოდა ბრძოლა არ იყო სადაც ერთ-ერთი ბრძოლის დროს სისხლი რომ მოდიო თავის მეგობრებს გაიხურა შეხედეთ ეს ჩვეულებრივი სისხლია და არა იქორიზე ღმერთების სისხლია მაგრამ მან ორმაგი უპირატესობა მიიღო აზიელებისთვის ღმერთია ევროპელებისთვის ლეგიტიმა. ახლა ევროპაში საღვთო წარმომავლობა ჩვეულებრივი ამბა იყო. მაგალითად ითვლებოდნენ რომ არიან ან ზევსის შთამომავლად, აი კეისარი მოგვიანებით ვენერას შთამომავლად ითვლებოდნენ იულიუსები. სიყვარულის ღმერთის, იგივე აფროდიტას. ასე თვლიდნენ. მაგრამ საღვთო წარმომავლობა ერთია. რო წინაპარი ღმერთი ყავს, მაგრამ მეორე შენ თვითონ ღმერთი ხარ. აი ეს ევროპელებს არ კონდათ. აზიელებს კონდათ. და განსაკუთრებით ეგვიპტელებს. ახლა ეგვიპტელები გეოგრაფიულად აზია არ არის აფრიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ვთქვა. მაგალითად, ეს პირველი შემთხვევა, ბევრი გაუღმერთებიათ ამონის ტაძარში. ეს არ არის პირველი. ფარაონს როცა აკურთხებდნენ, ის ღმერთდებოდა. რამდენი რამზესი გაუღმერთებიათ. მერე აზიაში რამდენი ნაბუქოდონოსორი გაუღმერთებიათ. კიროს დიდი გაუღმერთებიათ, აღმერთებდნენ. უმრავლესობა უღირსები იყვნენ, ფეშვეში რო არიან. იყვნენ ნაბუქოდონოსორი, რამზეს მეორე, თუთმოს მესამე, რა ვიცი, თუ გინდა სარგონ დიდი და რა ვიცი, აზია მიწოდა გაღმერთება. პერსონის, ევროპამ პერსონის გაღმერთება არ იცოდა, მაგრამ იცოდა რომ საღვთო წარმომავლობა. ხო, იქორი და ლეგიტიმაციისთვის, ხო, მაგრამ ეს არის გრანდიოზული რევოლუცია. ანუ ის ტაძარში შევიდა ადამიანი აზიელთათვის, აღმოსავლეთისათვის, იმიტომ რომ ეს შეუვალი ავტორიტეტის არის ეს ტაძარი, ამონ-რას ტაძარი.
ამონის თავარი კურუმი ღმერთად გაცხადებს და თან ამონის ძეთ. შევიდა ადამიანი გამოვიდა ღმერთი. ამბობენ რომ ცალკე დარჩნენ იქ ტაძარში. იმამ კურუმებიც გამოუშვა, ამა მაკედონელებიც გამოუშვა და ხლებები და იქ რაღაცაზე ისაუბრენ. მერე ყვებიან მისი მეგობრები, ჰეტერები ყვებიან რომ კარგ ხასიათზე გამოვიდა ძალიან, მაგრამ არ მოყვაო რა ელაპარაკა. რომ კითხეთ რა გელაპარაკა არა. მერე თითქოს და დედამის მიწერა პელაში, წერილში. რომ სასაული ამბები მითხრაო ქურუმმა. მაგრამ წერილში არ დავწერო, ანუ როგორ ჩანს იმან აუკრძალა, რომ დაწერა ხო აკრძალა, საკრალური ახალია, მარტო ბაგედან, ხო? და რო ჩამოვალ მაშინ მოგიყვები. ვერ ჩავი. ამას ვეღარ მოესწრო ვერც ოლიმპიადა და ვერც ალექსანდრე. ამონის ცხოველები იყვნენ ბატი და ვერძი. ტაჰი გითხარით თქვენ სუდარაში გახვეული მკვდარი ხა. მაგრამ ვერძით გამოხატავ მე ანუ რქები. ზუსტად ამონის ძეობიდან გამომდინარე მე მოიჭრება ალექსანდრეს ოქროს მონეტა და ზედ ეწერება. ალექსანდრე მეფეთა მეფე ძე ამონისა დიდი რქოსანი. უბრუნდები ერთ-ერთ ლექციაში მოგზაურობაში თქვენ. ისლამში ალექსანდრეს ეძახიან ზულკარნაინს, ანუ რქოსანი. და როცა არის დავა, ახლა ისლამში არ არის სახელი ნახსენები. ზულკარნაინს ახსენებენ იქა, მაგრამ ყურანში მოხსენებულია, მაგრამ არ არის სახელი და ახლა მეცნიერები დღეს დავავენ მათ შორის მუსლიმი მეცნიერებიც და ევროპელი მეცნიერებიც, რომ ვინ იგულისხმება, შეიძლება კიროს დიდი იყოს, პირველ დამარსება ან ალექსანდრე ახლა მე მაინც ხარს უჭერ უფრო ალექსანდრე იგულისხმება და ამას პირდაპირ რქოსანი ერქვა. და მე ბრძოლის ველზე მის მუზარაძე მის ვერძის რქები ახლა. არც მე მგონი ფილმშიც ასეა თუ არ არის. ის რუსული ფილმი რა გახსოვს gentleman удачи. იქ როეძებენ ალექსანდრე. გახსოვს იქ იქ აქვს რქები აქვს ცხრის. არ დაკვირვები ვარ მაგას. კი. მუზარადი რა ვერ არის. ეს ბავშვობიდან მახსოვს, ვიდრე მაჩემისგან ვიცოდი, რომ დიდ რქოსანს ეძახოდა. ასე მიმართავდნენ, ეგვიპტეში მიმართავდნენ დიდ რქოსანო. გახთა ფარაონი, გახთა ღმერთი. აზიელებისთვის ღმერთია, ევროპელებისთვის ლეგიტიმური მმართველია. მის მეგობრებისთვის ისე ვიმეორებ, თუმცა ხუმრობდა ამ თემატიკაზე რა. ახლა შეხედე ნახე რა შვება ლეგიტიმაციის თემა ნახე. რამოდენიმე სტადიას, ანუ კიბეებზე ადის ლეგიტიმაციის. პირველი ლეგიტიმაცია, პრეტენზია. ტროაში როცა აქილევსის იარაღს ჩამოხსნეს. ეს არის ბერძნებისთვის, რომ მე აქილევსის შთამომავალიცა ვარ და მის საქმეს ვაგრძელებ. ბოროტი ილიონი უნდა დავამხოთ, ანუ აზია. ეს ერთი. მერე ჯადის გორდიონში და გორდიასის, მეფე გორდიასის კვანძს ხეთქავს, ხმალს და გაჭერს. მე აზია უნდა დავიპყრო. აზია ჩემია, აზიაზე მე უნდა გავბატონდე. ნახე როგორ იზრდება. მერე შედის ტიროსის ჰერაკლეს ტაძარში. ქალაქს აიღებს, ომი დაჭირდება, რომ იქ აზორვიოს, ანუ შეწიროს მსხვერპლი. გახსოვს ტიროსელებმა რომ არ შეუშვეს ჰერაკლეს ამ მელკარტის ტაძარში. ჰერაკლეს ტაძარში რატო უნდა შესვლა, იმიტომ რომ ჰერაკლე მის წინაპარია. არგიადები ჰერაკლეს შთამომავლები არიან, სპარტის მეფეების ნათესავები არიან, ხო გავა? არგოსიდან არიან, ხო? ანუ შეხედე ტროა, გორდიონის კვანძი, ანუ გორდიოსის კვანძი, მერე ისა რა ქვია, ტიროსში, ჰერაკლეს ტაძარში შეწირვა მსხვერპლის, მერე მემფისში პტაჰის ტაძარში მსხვერპლის შეწირვა, უცხოელებს არ უშვებდნენ ეგვიპტელები თავის ტაძრებში. ეს შეუშვეს. და მეოთხე საერთოდ საღვთო ამონის.
ტროა, გორდიონი, ტიროსი, მემფისი, სივასი. სივას რა ქვია ოაზისი, ანუ ამონის ტაძარი. მას აქვს სრული კომპლექტი ლეგიტიმაციის უკვე. იქ რო კარიის მეფედ გამოაცხადა ივან კარიის დედოფალმა ადამ და კარია გადა ეს აღარ ითვლება უკვე რა. აღარ ითვლება. ომის დაწყების მიზეზი ბერძნები ებრძვიან ტროას, გრძელდება ეს ომი. გორდიასის კვანძის გაჭრა აზია იმ ასე კუთვნის, ვინც ამას გახსნის. ჰერაკლეს ტაძარს შეწირვა, მისი წინაპირის მიმართ შეწირვა და ფინიკიის დამორჩილება. მემფისში პტახის სამყაროს შემქმნელი. ხო, პტახი ვთქვი, ხო, არქიტექტორს ოსტატ შემქმნელს ნიშნავს. ხო, პტახის ლეგიტიმაციას და ბოლოს ამონის ლეგიტიმაციას იღებს. დაფარული იდუმალი ღმერთის. ფარაონად გამოვიდა. სასაული. ხო, აქ შემოდის ძალიან საინტერესო თემა, ახლა მე გაგახსენე, არ ვიცი, ნათქვამი მაქვს თუ არა, როცა ბერძნულ მითოლოგიაზე ღმერთებზე ვლაპარაკობდით, მაშინ ძველ საბერძნეთზე როგორი იყო, ხო, იქ ჰერაკლიტე ეფესელს აქვს ნათქვამი. პრინციპში ყველაზე კარგად. საზღვრელი ეს არის, რომ ღმერთები არიან უკვდავი ადამიანები, ხოლო ადამიანები არიან მოკვდავი ღმერთები. ეს არის ჰერაკლიტე ეფესელის დიდი მოაზროვნის განსაზღვრება. ვიმეორე, ღმერთები არიან უკვდავი ადამიანები და ადამიანები არიან მოკვდავი ღმერთები. ამბობს ჰერაკლიტე. ჰერაკლიტე და ამ მოკვდავი ღმერთებიდან იმ უკვდავ ღმერთებთან ყველაზე ახლოს ალექსანდრე დადგა. სიახლოვე ოლიმპოელ ღმერთებთან ყველაზე მეტი ალექსანდრეს აქვს და თან ამონში დაუდასტურეს ამონის ტაძარში. სივას საოცნებო ყველა მონარქის საოცნებო გამბიზი ისე მოკვდა რომ ვერ მიიღო. ვერც კი ჩააღწია მისმა ჯარმა იქა რომ წამოეღო. ახლა ის ჯარი რა სიზამდა იქ შეცვლიდებოდნენ და წამოიღებდნენ. აკურთხებიებდნენ თვითონ არ წასულა. ეს თვითონ ჯავიდა. რისთვის მოხვედიო იმან კითხა. ამარა უპასუხა მამა ჩემის კულელებს ვეძებ. ფილიპესიო, ხო ფილიპეს კულელებიო უკვე შენო გასორებული გაქამბავე, მაგრამ თუ მამა შენს ეძებო, მაშინ არ მოკვდარავ და არც მოკვდება არასდროს. ეგ როგორია? იმიტომ რომ ამონის ძე ხარ შენ, ღმერთი ხარ შენ. და მე კიდე რაღაცები უთხრა, რა ჩვენ არ ვიცით და ვერზუს ვერ გავიგებ და ალექსანდრემ ჩაიყოლა საფლავში ეს. იმიტომ დედამის მიწერა, რომ იმნაირ რაღაცები მithრომა ვერ მოგწერ. ცალკე უნდა გნახო. ოლიმპიადას როგორი ინტერესი იქნებოდა. ხო, ჯაური ჩაღვებოდა საფლავში. ო, ნუ ოლიმპიადას ბევრი რამე ჩაყვა. ახლა აქ სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ ბევრი ეძებე ხალხო, მაგრამ ამონის ტაძარი არ ჩასაი. სივას ოაზის არის დაახლოებით აი ამის აქეთ არის კიდე რა. პირდაპირ წამოვიდა მემფისში, იქ ზევით კი აღარ წავიდა. ანუ უდაბნო გადმოკვეთა აქეთ. გადმოლახა ეს უდაბნო რა. ჩამოვიდა მემფისში და მორჩა მას ყველაფერი აქვს. ეგვიპტე მისია, თან უყვართ ეგვიპტელებს, განმანთავისუფლებელია, ქურუმებთან კავშირი შეკრა, ფარაონი გახდა, ახალი დინასტია დააარსა. უკვდავი ღმერთია, ამონის ძე არის, დიდი რქოსანია. აზი მივდივართ უკვე. აზი დარიოსი უნდა ვიხილოთ რა. შეხედე. მთელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა უკვე მის ხელში. პერიკლეს, კიმონის და აგესილას ოცნება რომ სპარსელები მოეწყვიტათ სხვისთვის შესრულებულად. ახლა უნდა წავიდეს ხო, მაგრამ ეგვიპტე როგორ უნდა დატოვოს? მან გადაწყვიტა რომ ეგვიპტე საერთოდ იყოფოდა პროვინციებად, ეგრეთ წოდებული ნომები. ეს ნომების სისტემა დატოვა, ხელი არ ახლო. ის ეგვიპტელი ნომარქები, ვინც მართავდნენ მართველები, ისენიც დატოვა ხელი. ანუ
სპარსელებმაც დატოვეს ნომების სისტემა, მაგრამ სატრაპია იყო. ხო? ამან ყველაფერი დატოვა. სატრაპი არ დაუტოვებია, სატრაპებს მე დატოვებს ყველგან. დატოვა ნომები, ნომარქები, ანუ ვინც მართავენ ამას, მათ დაევალათ, რა ქვია, ხარკის აკრეფა. ხო, ხარკის აკრეფა დაევალათ და გარდა ამისა დატოვა გარნიზონები. ორ ქალაქში მარტო, სხვაგან არსად. დატოვა ელუსიონში, დატოვა მემფისში. აქ მემფისში ერთი ცუდი ამბავი დაემართათ. არმენიონის შვილი დაიხრჩო ნილოში. ჰექტორ, უმცროსი ძე და მის მეგობარი იყო ალექსანდრეს, მეგობარი იყო რა. აკრძალეს დიდი ამბით ის, ეს ცუდი ამბავი მოვიდათ. როგორც ამბო ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი მეგობარი იყო ის, მაგრამ ახლა უნდა გავიდნენ. დატოვა ორი გარნიზონი, 4000 მაკედონელი დატოვა. ერთი პელუსიონში და მეორე მემფისში. გარდა ამისა ფლოტი დატოვა. ევკეტა და ბალაკრე ერქვა, ხო, ორი სარდალი დატოვა. ერთი ერთ გარნიზონში, მეორე. დატოვა გარდა ამისა ფლოტი 25 გემი დატოვა დელტის ჩასაკეტად რა. პრინციპში ხიფათი აღარც ჰქონდა იმდენ სანამ სპარსელებს ზღვაზე ვერ გადიან, ცხვირს ვეღარ ყოფენ. სანაპიროზე ვეღარ ბანაობენ. მისია უკვე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა ალექსანდრემ ბერძნულ სამყაროს მიუერთა. პერიკლე ალბათ არ ვიცი, ახლა საფლავში ბრუნავდა რა სიხარულით. რაც თავარია პურის ბეღელი მიიღო. მარადიული პრობლემა ბერძნული სამყაროს შიმშილი ხო ათენი შიმშილი დაეცა როცა ჩაუკეტეს ეს პურის გზა სპარტელებმა გახსოვს ხო ანუ გასასვლელი ინდოეთის ოკეანეში არაბეთის ზღვაში მეწამულ ზღვაზე იემენში ეთიოპიაში ნუბიაში იქეთა კართაგენსა და ლიბიაში და კირენაიკაში და ზღვაზე კიდე ევროპასთან კავშირი. ნუ სასწაულდა ქალაქი დაარსა ალექსანდრია. სასწაულებს შვება კაცი რა. ეს ყველაფერი ხდება რა მონაკვეთში? ზამთარში. ანუ 1 წლის დეკემბერში შემოვიდა გაზაფხულზე გავა. დღეს ვერ მოასწრე თომას გიორგი. წარმოუდგენელი. თვითფრინავი რო ყავდეს, მანქანა რო ყავდეს, გემი რო ყავდეს. სანს არ ზის, რა მე არ ვიცი, ღამეს ათენებდა ეძინა, არ ვიცი. ასე აქედან გადმოვიდა, ჩამოვიდა აქა, ვერეზევი წავიდა, ქალაქი დაარსა, ვერ წავიდა იქეთ, კირენაიკელებს ფიც მიიღო, მე უდაბნოში ჩავიდა, მე იქიდან წამოვიდა. თან ზეიმობს, რომ იმას შვება, რა ქვია, დღესასწაულებს თეატრში მიიყვანა ეს ეგვიპტელი ქურუმები, ხო, თეატრონი აშენდა იქა, ხო. მე ეს დაასაფლავა, ეს ჰექტორი დაასაფლავა, ხა. აკლეომენი, აი, დავკრატისელი ბერძენი, ახლა იმან ეგვიპტური იცოდა. იმას დაავალა, რომ აი ეს ნომებიო, რომ ხარკს მოაგროვებენო. შენო მიხედავ ხარკსო და გარდა ამისა იმას დაავალა ალექსანდრიის მშენებლობა, ხო. ამ ხარკით და ამ იმით ალექსანდრია ნუ მიდის. აფუძველიჭა ფქვილი დაღარა რომ დაენახა როგორ იქნებოდა. ეს ფრინველები წამოესიენ, და ან უთხრა მისამა, მარი ნერვიულო ბევრი ხალხი იცხოვრებს. პოლისური სისტემა არ ვიცა რატომ, ეს ყველას ეს ბერძნული ქალაქი არ იქნება. კი, ბუნებრივ ენობრივად ეს ბერძნულია. მაგრამ ეგვიპტელები ისიდას ხო არ გვინდა გამოცვა ისიდას ტაძარს დადგავს პაროსის კუნძულზე. ყველას ებრაელები არიან ბევრი. 2 კვარტალი ებრაელების იქნება მერე. ხო და ნუ მივედით იქამდე, ახლა აქ მემფისში მას ჩამოვიდნენ ელჩები ათენიდან, საბერძნეთიდან ჩამოვიდნენ ელჩები. დახვდნენ რომ დაბრუნდა სივას ოაზის ამონის ტაძრიდან დაბრუნდა, დახვდა, მიიღო. ყველაფერი გადასარევათა საბერძნეთში ერთი პრობლემა. სპარტა არ ჩერდება.
სპარტას ყავს ძალიან მაგარი მეფე ახალი. აგის მესამე. მან დაიწყო რაღაცები უკვე. მოძრაობა იწყება მაინც და ალექსანდრისთვის ეს ყვითელია უკვე ანთებული. ახლა სპარტა გახსოვთ თქვენ რომ ბოლო ამბებში ჯერ ფილიპესთან, მერე ალექსანდრესთან იქერონიაში არ მონაწილეობდნენ არაფერის, მაგრამ მოძრავდნენ. რაღაცა ხდება. თუმცა ათენელები ჩამოვიდნენ ერთგულების ფიცის ყველაფერმა. დანარჩენი ბერძნული ქალაქები ჩამოვიდნენ, კარგად ავარჩენ, გენაცვალე, ჩვენი მეფე ხარ. ფოთეშორის ამ ღმერთად გამოცხადება ამონში ძალიან ცუდი განწყობები შექმნა ათენში და საბერძნეთში რომ ეს საერთოდ გაგიჟდა რა ის ღმერთი რის ღმერთი. ბერძნებს ეს არ მოეწონა. ფოთეშორის კი ხუმრობაში გადაყავდათ მის ჰეტერებს იმგეს მისი გაღმერთება ამონის ძეობა მაკედონელებს ეს არ მოეწონათ. რატომ? შენ რა ის ღმერთი ხარ? რისი ღმერთი ხარ შენ? და თან ესე ბიშილობა ეს პირველი ბზარია ხოთაშორის მაკედონელებთან ეს გაღრმავდება. და ამას მერე ბაქტრიაში, მარაღანდაში, კლიდოს შავი შეეწირება. იქ მაშინის ეტყვის ამას, შენ ღმერთობა დაიწყე აქ. შენ მოგწონსო ესენი აზიელები რომ ემხობიან შენ თვალზე. ხოთაშორის მიღების ეტიკეტსაც შექმნეს, როგორც იცი, აზიელები უნდა დაემხონ მის წინ, მერე როცა დიდი მეფე გახდება ალექსანდრე. აზიელები უნდა დაემხონ წინ, მაგრამ ბერძნებს არ ევალებათ. მუხლის მოყრა. ბერძნებს და მაკედონელებს. ანუ ესა პირველი უკმაყოფილება ევროპელები უკმაყოფილონი არიან ამით. შენ რას გვეღმერთები აქ? ჩვენ ხო ვიცით შენ ვინც ხარ. და მამაშენ ამონი კი არ არის. ფილიპია მამაშენ. ხო. ნუ აქ უკვე მობილიზაციას იწყებს, ჯარი დასვენებულია, პარმენიონს ყველაფერი აწყობილი აქვს და გასცა ბრძანება. ტიროში უნდა დაბრუნდნენ. ტიროს ხوار დაუნგრევი აქ მოსახლეობა დაატერორათორე. ტიროს სჭირდება ბაზა, ტიროში უნდა დაბრუნდნენ და იქ მაკედონიიდან ჯარებს ელოდება. ანტიპატრამ უნდა გამოუგზავნოს კიდე დამატებით და ტიროში მოხდება კონცენტრაცია ჯარის, ფლოტის, ყველაფრის აბსოლუტურად და მერე უკვე უნდა შევიდეს მესოპოტამიაში და დარიოს უნდა შეხვდეს მესამედ და ფიქრობ რომ გავჩერდეთ ახლა რამდენად შევძელია ახლა ეგვიპტის თემა საერთოდ ძალიან კარგად აღწერე. ოღონდ ერთი კითხვა აი თუნდაც ეგვიპტის მაგალითზე, როდესაც ახალ ტერიტორიებს იპყრობს იერთებს, ну, ხარკი გასაგებია და ისედაც ეუფლება რაღაც ნადავლს და ასე შემდეგ. ამის ნაწილს აგზავნის მაკედონიასა და საბერძნეთში? ნაწილს კი. ანუ თავად საბერძნეთ მაკედონია რა სარგებელ ხეირს ნახულობს ეგვიპტიდან ნაკლებად, მაგრამ სპარსეთთან ბევრს გააგზავნის. მარტო სიმდიდრეს კი არ აგზავნის, ნახე რა შვება. მარტო სიმდიდრეს არ აგზავნის. მაგალითად ახალ ჯიშის ძროხებს, ხარებს ვირებს, აი ბაქტრიული ვირები, საუკეთესო ვირები იყო რა. აი იმგეს აგზავნის იქ რომ მოამრავლონ. მაკედონიაში საჩუქრებს აგზავნის ოქროს ნაკლებად, იმიტომ რომ ოქროს აქ ინახავს. კინდოსის ციხესიმაგრეში აქვს და მერე როცა ნახავს იქ სასაულ სიმდიდრეს ნახავს, სუზაში რო შევადა პერსეპოლესში და ეკბატანაში ყბა ჩამოუვარდება იმდენ ოქროს ნახა. ოქროს ნაკლებად, თუმცა არ აკლებს არაფერს. მის ჯარისკაცებს აქვთ არაჩვეულებრივი ჯამაგირები, ვიღაცამ დათვალა ხრავნა ცოტა გადაამეტა, მაგრამ შორსაც არ არის, რომ მისი ყოველი ვეტერანი მილიონერი იყო თანამედროვე გაგებით. იმდენი საჩუქარს მიიღებენ და ისე დაუფასებს. ბაბილონში და სუზაში იმდენ ოქროს ნახავს, რომ სამი თაობის მაკედონიის არმიის შენახვის საშუალება იქნა, სამი თაობის, ანუ ერთი საუკუნეს. გესმის შენ მარტო ამ ორ ქალაქში. ხა წამოვიდა ალექსანდრე, დაბრუნდა პელუსიონში გარნიზონი დატოვა,
მემფისში გარნიზონი დატოვა, ალექსანდრიას ის კლეომენი აშენებს და მე მიდის გაივლის ღაზაზე და სადღაც აქარი ტიროსში უკვე შეკრებას მობილიზაციას იწყებს, ევროპიდან ჯარებს ელოდება, მაგრამ ერთი ხინჯათა აქვს, რა ძალიან ცუდად სპარტის ამბავი არ გაეხარდა. რომ სპარტაში მოძრაობა დაიწყო, იმიტომ რომ რაც არ უნდა აჩრდილი იყოს იმ ძველი დიდების, სპარტას მაინც იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ვიღაცები შეიძლება აიღოს. სპარტა მაინც სპარტა. ასე რომ დავასრულოთ. ახლა შემდეგი ჩვენი მოგზაურობა იქნება აუცილებლად იქ საბერძნეთში, იქ დიდი ომი დაიწყება სპარტასა და მაკედონიას შორის, აგისის აჯანყება. იმასაც გავივლით და მე მივადგებით უკვე გავგამელას ბრძოლას. გავგამელას ბრძოლას. კი. ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა. მადლობა უთხრათ ჩვენს ერთგულ მსმენელებს, მაყურებლებს. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ვისაც არ აქვს გამოწერილი ჩვენი YouTube არხი, გაცილებით მეტი ადამიანი თვალს ადევნებს, უყურებს, გვეხმიანება, უკავშირი გვაქვს თქვენთან, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა და ანგარიშგასაწევი და ძალიან დაგვავალებთ თუ გამოიწერთ კიდეც დროების YouTube არხს, ამას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქ დაგემშვიდობებით, შეხვდებით მალე, უпроსტოდ ერთ კვირაში. მადლობა.